მავიწლება თუ ჯერამ ლაივი ჩაწერა. და მე თვითონ იმიდან ვახდენ Facebook-იდან გადმოწერად რო არ დავკარგო, იმიტომ რომ საკმაოდ წარე გამოცდილება მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთხელ მთელი, ესე იგი, ჩვენ ლაივებს ვატარებთ რაღაც 2022 წლიდან და მთელი ეს მასალა Facebook-მა გამინადგურა, ასე რომ ვთქვათ. და მისი ჩამოჭრა ვერ მოვახერხე. და შესაბამისად ამ დანაკარგის შეფსებას ვცდილობთ, ასე რომ ვთქვათ, დრო დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დანაკარგსაც თავისუფლად შევავსებთ. კარგით. მეგობრებო, მინდა ბატონ სერგოს გადავცე სიტყვა, მოვისალმოთ ბატონ სერგოს და შესაბამისად ბატონი სერგო მოგყვება თავის პლატფორმასთან დაკავშირებით. თქვენ კიდე მინდა მაყურებლები მისავრეს იაქტიუროთ და კითხები დაგვისვათ. პირდაპირ ლაივის კომენტარებში ყველას ვთქვით, რომ გაერთიანების გვერდზე შემოხვიდე და გაერთიანების გვერდზე დასვათ კითხები, იმიტომ რომ სხვადასხვა ჯგუფებში რო ზიარდება, იმ ბმულზე უკვე მე ვერ ვხედავთ ასე ვთქვათ კომენტარებს და შესაბამისად ეს კომენტარები გამოგრჩება ხოლმე, ამიტომ ყველას ვთქვათ, რომ გაერთიანების გვერდზე შემოვიდეთ, მივყვეთ ბმულს და შესაბამისად კომენტარების კითხები კომენტარების სახით იქ ჩავწეროთ. კარგით, გთხოვთ ბატონო სერგო და დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი ლაივი. და დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი თემა ამ პლატფორმის განხილვა და ზოგადად თემა რა გამოძრავებთ, როგორ რანაირად საიდან ხართ მეფუტკრეობით დაინტერესებული, რა შეხება გქონდათ და ასე შემდეგ ეს ყველაფერი საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებელისა და ჩვენი მსვენელებისთვის. ხოთ. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. მე გახლავართ სერგოს ხარაძე 27 წელია ესე ვთქვათ ფუტკარი მყავს და მე ფუტკრეობის მოყვარულად ვითვლები, იმიტომ რომ ოჯახისთვის ესე ვთქვათ ოჯახში ამრავლებთ და ოჯახის საჭიროებების მიხედვით ყავს რაოდენობა ესე ვთქვათ ფუტკრის. რაც შეეხება საიდან მოვიდა ეს ესე ვთქვათ დარგი ჩემთან, ჩემი წინაპრები ესე ვთქვათ მისდევდნენ მეფუტკრეობას და მეც ესე ვთქვათ დაინტერესებული ვიყავი ამ ყველაფრით ბავშვობიდანვე და მომეცა საშუალება რომ ყოლოდა ესე ვთქვათ შემესწავლა ეს მნიშვნელოვანი დარგი. კიდევ ერთხელ ვიძახი რომ არა ვარ პროფესიონალი, ვარ მოყვარული, მაგრამ მაქვს საკმაოდ ფუნდამენტალური ლიტერატურული და ასე შემდეგ პრაქტიკული გამოცდილება ამ დარგთან მიმართებაში. განათლებით როგორც ახსენეთ, ინჟინერი გახლავართ, სადოქტორო მაქვს დაცული მექანიკის ინჟინერისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ამჟამად მოღვაწეობ ენერგეტიკულ სექტორში, საერთაშორისო კომპანიაში და ვეწევი საინჟინრო პროექტების მართვას და ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვას. ყავს მეუღლე და ერთი შვილი, ჩემ დიდ ოჯახთან ერთად. საიდან გაჩნდა ჯეობის იდეა? ჯეობის იდეა ზოგადად გამიჩნდა რამდენიმე წლის უკან, დაახლოებით 10-15 წლის უკან, როდესაც ეს ტექნოლოგიები განვითარდა და უფრო მეტად გახდა ხელმისაწვდომი ჩვენთვის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ შევძელი რომ ეს ხორცს შემესხა ამ იდეისთვის იმ დროისთვის, მაგრამ არ შემიჩერებია მიმართულებისადმი ჩემი ინტერესი და ყოველთვის ვცდილობდი რომ უფრო მეტი გამეგო და უფრო მეტად შემესწავლა, რას მოითხოვს ასეთი პლატფორმის განვითარება, რომელიც შევძელი და იმედი მაქვს, რომ პროდუქტი, რომელსაც თქვენ ხედავთ, ძალიან ბევრი მომხმარებელია უკვე, რომლებიც დარეგისტრირდნენ, ასევე არიან მომხმარებლები, რომლებიც უკვე მუშაობენ შიგნით პროგრამაში, და გამოხმაურებები, რომელიც მაქვს, ნამდვილად იმის დასტურია, რომ პლატფორმა ეხმაურება დღევანდელ გამოწვევებს და დღევანდელი მეფუტკრეების ინტერესებს საქართველოში. როგორც თქვი, ეს არ არის მარტო პლატფორმა, რომელიც ესე ვთქვათ ავიღე და შევქმენი, ეს არის საშუალება, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ამ დარგში და რა თქმა უნდა, ჩვენი
ის რუხი ფუტკრის და ჩვენი მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაციაში ქვეყანაშიც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, რომელსაც განსაკუთრებულად გვაძლევს საშუალებას აღნიშნული ტექნოლოგიები. მიზანიც ემსახურება, რა თქმა უნდა, გაერთიანების და სახელმწიფოს ხედავს, რომ ეს ტექნოლოგიები უფრო მეტად გახდეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი და უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი დარგში მოღვაწე ადამიანებისთვის. ციფრული ინსტრუმენტები ზოგადად ახალი არ არის, ეს განუწყვეტლივ ვითარდება. არის ბევრი ახალი წამოწყება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ესე ვთქვათ ტენდენცია რომ განვითარდეს ეს ციფრული მეფუტკრეობა, მაგრამ არის ასევე წამყვან ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, სადაც იაპონიაში განსაკუთრებულად გადასული არიან, ესე ვთქვათ, ციფრული მეფუტკრეობის წარმოებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ციფრული მეფუტკრეობა თავს ვერ მოიტანს, მაგრამ ნამდვილად ეხმარება მეფუტკრეებს, რომ უფრო მეტი თაფლი, უფრო მეტი პროდუქტები, უფრო მეტი განვითარება შეძლონ და ესე ვთქვათ, ამის ეფექტებს უკვე იმ წამყვან ქვეყნებში ნათლად ხედავენ და ეს დარგი კიდევ უფრო ვითარდება ამჟამად. ჩვენი მიზანიც ეგ არის, ამ პლატფორმის მიზანიც ეგ არის, რომ ჩვენც არ ჩამოვრჩეთ, ჩვენ შევძლოთ, რომ წვლილი შევიტანოთ ამ ყველაფრის შექმნაში და გავაერთიანოთ, ესე ვთქვათ, ჩვენი გამოცდილება, მონაცემები, რომლებსაც თითოეულ თქვენთაგანი ატარებს და რომელიც ძალიან ძვირფასია, ესე ვთქვათ, დარგის სწორად განვითარებისთვის პირველ რიგში, რომ ეს ყველაფერი იყოს ხილული და ცოდნა გაზიარდეს და არ დაიკარგოს, ესე ვთქვათ, რაღაც ერთი საფუტკრის ან ერთი რეგიონის, ერთი ქალაქის და თუნდაც ერთი ქვეყნის ფარგლებში და რა თქმა უნდა, მიზანი არის, რომ საქართველოს ეს ძველი დარგი წარმოჩნდეს მსოფლიო რუკაზეც ასევე უფრო ხილულად და ამ კუთხითაც კონდეს ჩვენ ქვეყანას ათქმელი, ესე ვთქვათ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს თანამედროვე ტენდენციების განვითარებაში და ჩვენი მეფუტკრეობის ზოგადად როგორც დარგის მომავალში. პრობლემები, რომელიც ესე ვთქვათ, დღეს აწუხებს და რომელიც ესე ვთქვათ, ხშირად ძალიან საერთოა, ეს არის წელს განსაკუთრებით, ანუ მინდებიდან გამომდინარე არის ბევრი, ესე ვთქვათ, მოულოდნელობები, რომლებიც, ესე ვთქვათ, იწვევენ არაეფექტურობას, პროდუქტიულობის ვარდნას. ბევრ პრობლემას ქმნიან როგორც საფუტკრეების განვითარებისთვის, ასევე მეფუტკრეებისთვის, რომლებსაც უწევთ უამრავი ხარჯის გაწევა და მერე ეს ხარჯები, რა თქმა უნდა, აისახება თვითღირებულებაში პროდუქტის, რომელიც, რა თქმა უნდა, ისევ მეფუტკრე მწარმოებლებს აწვევა ტვირთად და აი ესეთი მოულოდნელობების, ესე ვთქვათ, მოულოდნელობებისთვის, მზადყოფნისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული ჩვენი პლატფორმა, სადაც ხდება რეპორტირება ამინდის, ნექტარის წყაროების და ნაკადის, ასევე ხელსაყრელი ფრენის, ფანჯარის, ფუტკრისთვის, ასევე მოსალოდნელი ყვავილობის დაწყების, წინასწარ გამოცნობის, ესე ვთქვათ, მიმართულებით, რომელიც, რა თქმა უნდა, ზამთრის პერიოდში, რა თქმა უნდა, ზამთრობისას თუ მეფუტკრეების ექნებათ ჭკვიანისკები, ესე ეგრეთ წოდებული ჭკვიანისკები, მაგ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად იზრდება ამ პლატფორმის ღირებულება, რომ
საშუალება აქვს მეფუტკრეს, რომ სრული მონიტორინგი გაუწიოს თავის საფუტკრეს, თავის თითოეულ ესე ვთქვათ ლოკაციას, სადაც არის და იმის საჭიროებების მიხედვით მართოს თავისი საფუტკრე, ესე ვთქვათ, გაიუმჯობესოს მენეჯმენტი და არ გააკეთოს ზედმეტი დანახარჯები ან ზედმეტი მოქმედებები. ინფორმაცია, რომელიც სანამ ლაივი დაიწყებოდა ორი სიტყვით ვახსენეთ, რომ ეს ინფორმაცია არის ძალიან ღირებული, რომელსაც თითოეული თქვენგანი ატარებს. წლიდან წლამდე ეს ინფორმაცია გროვდება, ზოგი ესე ვთქვათ, ამას როლში იწერს, ზოგი ახლა ტელეფონები არსებობს და ტელეფონების საშუალებით ხდება შეგროვება, დაფიქსირება, როდის დაიწყო ყვავილობა, როდის იყო მაგალითად აცივება, როდის იყო მოულოდნელი ყინვა, როდის იყო ბარტში პრობლემა, ასე შემდეგ, რომელიც რა თქმა უნდა, მერე ყოველთვის ძნელია, რომ ეს ყველაფერი თავი მოუყარო და ერთ ადგილას ნახო, განსაკუთრებით, როცა წლები გადის და ეს ესე ვთქვათ, ტელეფონში ან რეულში ან სკის სახურავზე, რომელიც ხშირად უფრო პრაქტიკულია ხოლმე, იქ დატანილი ინფორმაციის საფუძველზე რაღაცა დასკვნები გააკეთო და რაღაცა ესე ვთქვათ, მომავლის მიმართულებით ესე ვთქვათ, გაითვალისწინო ეს ყველაფერი. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, რომ მთლიანად აწარმოოთ ყველა ჩანაწერი პლატფორმის შიგნით. რა თქმა უნდა, ინფორმაცია არის როგორც ესე ვთქვათ, ფიქსირებული, ანუ ნიშნავს, რომ განკუთვნილი მდგომარეობა, თაფლის მარაგი, კუნალობის ჩატარების პერიოდი, თარიღი, ასე შემდეგ, დედის ასაკი და ასე შემდეგ. ასევე არის საშუალება, რომ როგორც თავისუფალი ტექსტის საშუალებით მოახდინოთ ჩაწერა თქვენ პორტაბელურ მოწყობილობაში, იქნება ეს ტელეფონი, იქნება ეს ეგრეთ წოდებული პლანშეტი თუ ლეპტოპი, ესე ვთქვათ, კომპიუტერი. კარგი ის არის, რომ რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია მეფუტკრე არის დაკავებული, როცა აკეთებს ამ ყველაფერს და გათვალისწინებულია ხმოვანი შეყვანა ამ მონაცემების ამ პლატფორმაში და ასევე გათვალისწინებულია ხშირად არის, რომ ინტერნეტის პრობლემა ან ესე ვთქვათ, იკარგება სიგნალი არის არასტაბილური ან ასე შემდეგ და ამ დროს ხდება ესე ვთქვათ, ოფლაინ რეჟიმში ამის დამახსოვრება მოწყობილობის დონეზე და როდესაც გექნებათ საშუალება, რომ იყოთ სტაბილური, ესე ვთქვათ, ინტერნეტის დაფარვის ზონაში, სიგნალის დაფარვის ზონაში, ხდება ამ ყველაფრის სერვერთან ინტეგრაცია, სინქრონიზაცია და ეს ინფორმაცია ხდება ყველა მხრიდან ხელმისაწვდომი ამ კონკრეტული მომხმარებლისთვის. ვისაუბრეთ ჯანმრთელობის მონიტორინგზე და რისკებთან დაკავშირებით, ესე ვთქვათ, რომელიც დღეს არის პირველი გამოწვევა საქართველოში იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი დაავადება, რომელიც ესე ვთქვათ, კლასიკურად არის ცნობილი და იყო რაღაც დონით საქართველოში ყოველთვის, დაემატა ახალი დაავადება, რომელიც არის შეუსწავლელი, ესე ვთქვათ, შედარებით სხვა დაავადებებთან, რომელიც ესე ვთქვათ, არის კიდევ უფრო გავრცელების პოტენციალის მატარებელი, იმიტომ რომ არ ვიცით ამ ეტაპზე რა ესე ვთქვათ, გვერდითი დაავადებები, თანხლებით დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ამ კონკრეტულმა დაავადებამ. კომბინაციურად ესე ვთქვათ, ინტეგრირებული მკურნალობის მეთოდები არის შესწავლის ეტაპზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ლიტერატურა, რომელიც ახლა არსებობს მსოფლიო მასშტაბით, ბევრი ლიტერატურა მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება საქართველოში არ გაჩენილა, არ წარმოქმნილა ბუნებრივად, ძალიან ბევრი ლიტერატურა არის, რომელიც მოდის საქართველოდან, საქართველოში მიმდინარე პროცესების დაკვირვების და გაანალიზების საფუძველზე, რაშიც ჩვენი მეცნიერები და ასევე მეფუტკრეები და პრაქტიკოსები, ვინც არიან ჩართული, ისინი უწყობენ ამას ხელს და მნიშვნელოვანია, რომ ესეთი დაკვირვებები იყოს დაფიქსირებული ყველასგან, რომ მეცნიერებსაც და ჩვენ მეფუტკრეებსაც შეგვეძლოს, რომ ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ.
აყიდვები, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან აქტუალურია და პლატფორმაში არის ჩაშენებული სოფლიო დონის მარკეტი, რომელსაც აქვს ყველა ფუნქციონალი, მიუხედავად ისა, რომ ამ ეტაპზე არ არის კომერციული ნაწილი გააქტიურებული, იმიტომ რომ ჯერ მსურდა რომ მიმოეცა საშუალება ჩვენი მეფუტკრეებისთვის რომ შეესწავლათ პლატფორმა, მაგრამ სრულად შესაძლებელია რომ კომერციული ნაწილიც, ანუ ასე ვთქვათ, გადახდების სისტემა და ესე ვთქვათ სრული მომხმარებლიდან მეფუტკრემდე მენეჯმენტი ამ მთლიანად მარკეტი შეიძლება განხორციელდეს პლატფორმის შიგნით, რომელიც რა თქმა უნდა დღეს უფრო განვითარებულია სოციალური ქსელით, გაადვილებულია რომ მიწვდე პოტენციურ მომხმარებლებს, მაგრამ ეს ყველაფერი ესე ვთქვათ მაინც არასისტემურად ხდება და პლატფორმა გეხმარებათ, რომ ნამდვილი პროფესიული მარკეტი შექმნათ, თქვენი ვიტრინა შექმნათ, ესე ვთქვათ, სადაც შეგეძლებათ, რომ ერთ ადგილას თქვენმა მომხმარებელმა შეძლოს თქვენი პროდუქტის ნახვა, თქვენი პროდუქტის ლოკაციის ნახვა, საიდან არის წარმოშობილი ეს პროდუქტი, ვინ არის წარმოებელი, ანუ თქვენი თავი, თქვენი სურვილის მიხედვით, ესე ვთქვათ, შესაძლებელია, რომ სრული, ესე ვთქვათ, რასაც ქვია ISO 22000 სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს წარმოებიდან მომხმარებლამდე პროდუქტის, ესე ვთქვათ, ტრეკინგს, მონიტორინგს, ანუ ამის საშუალებას გაძლევთ ის პლატფორმა. რა თქმა უნდა, არის ჩამატებული მიკვლევადობის ელემენტები ამ პლატფორმაში, როდესაც მეფუტკრეს შეუძლია, რომ თავის პროდუქტს მიანიჭოს უნივერსალური მიკვლევადობის მარკერი, ეგრეთ წოდებული QR კოდში ჩაბეჭდილი. ყველა მიცით ეს ოთხკუთხედი კვადრატულის ფორმის შიფრული სიმბოლო, სადაც ჩაიწერება ქილის დონეზე თუ გინდათ და თუ გინდათ რეზერვუარის თუ ეს იქნება კონკრეტული რაღაც ჭურჭელი ან ჩარჩო იქნება თუ რაღაც იქნება, ანუ პირდაპირ ნებისმიერ შეეძლოს, რომ ნახოს აი ამ პროდუქტიდან საით მიდიხარ და სად არის ეს პროდუქტი ნაწარმოები, რომელიც რა თქმა უნდა არის ძალიან თამამი გადაწყვეტილება, ვინც ამაში ესე ვთქვათ ანერგავს, იმიტომ რომ ეს მიანიშნებს უკიდურეს გამჭვირვალეობაზე ამ პროცესის და მეფუტკრის სრულ ავტორიტეტზე იმაზე, რომ წარმოებს ეს ნამდვილად გახლავთ ის პროდუქტი იმ ხარისხის და სრულად შეესაბამება იმას, რაც საჭიროა, რომ შეესაბამებოდეს ეს პროდუქტი და რა თქმა უნდა გიადვილებთ სერტიფიცირებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიომეურნეობებისთვის, რომლებმაც უნდა წარადგინონ შესაბამისი ესე ვთქვათ ინგლისურად ევიდენსია, მაგრამ ესე ვთქვათ სამხილი უნდა წარადგინონ მტკიცებულება იმისი, რომ ეს საიდან მოვიდა ეს პროდუქტი, როგორი გზა გაიარა და ამ ყველაფრის დოკუმენტირების საშუალებას გაძლევთ ეს პლატფორმა, რომელიც ესე ვთქვათ არის ჩაშენებული და სრულად ფასო არის მეფუტკრეებისთვის ამ ეტაპზე. ცოდნის გაზიარებაზე ვსაუბრობდი, ანუ ეს პლატფორმა არის ჭკვიანი პლატფორმა, დაფუძნებულია ხელოვნურ და მანქანურ სწავლებაზე, ხელოვნურ ინტელექტზე და მანქანურ სწავლებაზე, რაც ნიშნავს, რომ რაც მეტი მონაცემები შედის პლატფორმაში, უფრო ჭკვიანი ხდება ალგორითმი, რომელიც ამას ამუშავებს ყველაფერს. რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ეს მონაცემები შედის ადამიანისგან და შეიძლება ეს მონაცემები წარმოადგენდეს არავალიდურ მონაცემებს, ესე ვთქვათ, მაგის გადაზღვევის მიზნით არის ძალიან ბევრი მათემატიკური მოდელი, რომელიც ესე ვთქვათ ჩადებული მაქვს ამ პლატფორმაში, რომელიც ესე ვთქვათ რეალურ სურათს ადარებს არსებულ ესე ვთქვათ ჩატვირთულ ინფორმაციას და იმის დამიხვედრით ამ ყველაფერს ანიჭებს თავის დამაჯერებლობის ხარისხს, ესე ვთქვათ და ამის საშუალებით ხდება პლატფორმის ალგორითმის დახვეწა.
რათა თავიდან იქნას აცილებული უნებლიე ან გამიზნული, ესე ვთქვათ, ავალიდური ინფორმაციის შეტანა პროგრამის ლოგიკაში. ამ ყველაფერზე, ესე ვთქვათ, მუშაობა კიდევ გრძელდება, რა თქმა უნდა, საჭიროა აუცილებლად რომ შევძლოთ, რომ ყველა მეთად რაც შეიძლება მეტი წვლილი შევიტანოთ და ნუ წვლილს როცა ვიძახი, ეგ ნიშნავს, რომ რაც მეტი ადამიანი დარეგისტრირდება, ესე ვთქვათ, და რაც მეტი ადამიანი დაიწყებს ამ პლატფორმით სარგებლობას, მით უფრო მალე შევძლებ, რომ უკან მივიღოთ ეფექტი თითოეულმა ჩვენთაგანი. და რა თქმა უნდა, ანუ ამაში იგულისხმება, რომ ერთი ადამიანის ცოდნა ავტომატურად ზიარდება ყველასთვის, რომელიც აი დამეთანხმებით, მაგალითად, კურნალობის მეთოდთან დაკავშირებით ერთი ადამიანის წარმატება არაფერი არ არის, რა უნდა წარმატებული იყოს, თუ გვერდზე საფუტკრე 3 კილომეტრის, 5 კილომეტრის, 12 კილომეტრის იქით განიცდის პრობლემებს. აი ეგ მოკლედ ამ სლაიდზე ხედავთ ამ ძირითად ფუნქციონალებს, რომელიც ახლა არის აქტიური პლატფორმაზე და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. სწავლებაზე და ესე ვთქვათ, დიდი კალათი არათი ისე როგორ შეიძლება. ბატონო, სლაიდზე გაზიარებული არ არის. სლაიდი არ არის გაზიარებული? არა ჩანს. მოხედო. ჯერ არ ჩანს. აკი გამოჩნდა. კი. იმიტომ მე ვერ ვხედავ, ესე ვთქვათ, და თუ ინტერნეტის პრობლემა რაღაცა რომ მითხრათ, კი, მე ორივე მხარეს უყურებ და ასე ვთქვათ შეგატყობინებ, კი. ბატონო, მოკლედ რომ გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ეს არის ერთ-ერთი ფუნქციონალი, რომელიც არის საქართველოს რუკა და ამ საქართველოს რუკაზე ესე ვთქვათ შესაძლებელია რომ დავიტანოთ ჩვენი საფუტკრეები. ამჟამად ვარცდები სადღაც რამდენიმე ათეული საფუტკრეა უკვე დარეგისტრირებული, იუზერების მომხმარებლების რაოდენობა უფრო მეტია, რამდენიმეჯერ მეტია ამ დარეგისტრირებული საფუტკრეებთან მიღებაში. და ყოველ დღე, ესე ვთქვათ, უფრო და უფრო მეტად ემატება. ეს რაც გვაძლევს? ეს გვაძლევს იმას, რომ პირველ რიგში გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ ადგილზე მორგებული, ანუ ჩვენ ტერიტორიაზე მორგებული ამინდის რჩევები, რომელიც არ არის მარტო მზია, ქარია თუ წვიმა და ასე შემდეგ, ანუ ეს არის უფრო ღრმა ლოგიკით, რომელიც ესე ვთქვათ საშუალებას გაძლევთ, რომ მიიღოთ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მონაცემები ყვავილობასთან დაკავშირებით, ყვავილობის ხარისხთან დაკავშირებით, ყვავილობის მოსალოდნელ დაწყებასთან დაკავშირებით. აპუნა ლობჟანიძესთან ერთად მუშაობთ ასევე ჭკვიანისკების, ესე ვთქვათ, ინტეგრირების მიმართულებით და ამ კუთხით, ესე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება ის ინფორმაცია, რომელიც, ესე ვთქვათ, მეფუტკრეს დაეხმარება, რომ წარმატებულად უფრო მეტად ნაკლები რესურსით მართოს თავისი საფუტკრე და უფრო გაზარდოს პროდუქტიულობა. შესაძლებელია ყვავილობის დაფიქსირება, ანუ ზოგადად ჩვენი ფლორის რეგისტრაცია, ესე ვთქვათ, სადაც შეიძლება ასახული იყოს როგორი მრავალწლოვანი ბუნებრივი კულტურები თუ ხელოვნურად, ესე ვთქვათ, კულტივაციის გზით შექმნილი და ათესილი კულტურების ყვავილობები შეიძლება დარეგისტრირდეს, რომელიც ქმნის ზოგადად საქართველოს ნექტრის წყაროების, ესე ვთქვათ, საცავს, სადაც
შეიძლება ნათლად მოხდეს ამის დამუშავებით პოტენციალის ზოგადად ქვეყნის მასშტაბით ქვეყნის პოტენციალის გამოვლენა ნექტრის წყაროებთან მიმართებაში და ამავე დროს საშუალება რომ რამდენად ქვეყანაში არსებული საფუტკრეები მზად არიან ეს ნექტარი მთლიანად აითვისონ. ანუ ზოგადად რომ ვთქვათ, ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ამინდის და ამ ყველა ესე ვთქვათ მოულოდნელობების გათვალისწინებით იცოდეთ თითოეულ ესე ვთქვათ იცოდეს ქვეყანა იმის შესახებ, რომ რა პოტენციალი არსებობს, ამ პოტენციალს ანუ ათვისება სჭირდება, თუ უფრო ნაკლები იქნება, რაც რა თქმა უნდა ფასის განსაზღვრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მეფუტკრეებს პირდაპირ დაეხმარებათ, რომ თავიანთი პროდუქტის თვითღირებულება და ასე ვთქვათ რისკები განსაზღვრონ. რა თქმა უნდა, რუკაზე შესაძლებელია დაავადებების დაფიქსირება, დაავადებების ეგრეთ წოდებული წყაროების დაფიქსირება, განსაკუთრებით ისეთი დაავადებების, რომლებიც არის ძალიან საშიში, ამერიკული სიდამპლე და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ჩართული არ არის ეს ფუნქციონალი, ანუ პლატფორმას აქვს საშუალება, რომ შეიქმნას და გამოჩნდეს ესეთი ფუნქცია აქ, რომელიც შეიძლება იყოს საჯაროდ, შეიძლება იყოს კონკრეტული ქვეყნის, ესე ვთქვათ, ავტორიტეტების ავტორიტეტებისთვის ხელმისაწვდომი, ესე ვთქვათ, რომ მოხდეს დაავადებების პრევენცია და ესე ვთქვათ, მოხდეს ინფორმირება მეფუტკრეების პირველ რიგში იმ რეგიონში არსებულ რისკებთან დაკავშირებით. ეს რახან ცოტა სენსიტიური საკითხია, მე ესე ვთქვათ, არ გამოვიტანე ეს, ესე ვთქვათ, ჩემი პირადი მოსაზრებით პლატფორმაზე, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, თქვენი პროფესიონალების გაერთიანების ზოგადად და სახელმწიფო სტრუქტურების საშუალებით, ნუ შეიძლება რომ რაღაცა კარგი ფუნქციონალი გამოვიდეს, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად, რომელიც არის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა დღეს და ესე ვთქვათ, საჯაროობა ამ ყველაფრის სანამ არ იქნება, მანამდე ესეთი პრობლემები არ აღმოიფრება ჩვენი დარგიდან. ნუ რა თქმა უნდა, საკანონმდებლო და შესაბამისი ესე ვთქვათ, ზომები არის საჭირო ამ ყველაფრისთვის თავისთავად. რაც შეეხება ესე ვთქვათ, მომთაბარეობისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრაციები განისაზღვროს, ესე ვთქვათ, მომთაბარე მეფუტკრეების, ანუ ხშირად არის მე ახლა ძირითადად სტაციონარულად ყავს ჩვენ ფუტკარი, მაგრამ მიკეთებია ესეთი მომთაბარეობაც ჩემ ესე ვთქვათ კოლეგებთან ერთად. ანუ არის ხშირად რომ Facebook-შიც იყო რამდენიმე პოსტი, რომ მივიდა ან ადგილი არ დახვდა, ან ვიღაცა თქვა რომ ეს ჩემი ადგილია, ან ესე ვთქვათ ერთ ადგილას სადაც არის 10 ჰექტარი ტაბლის ხე, მივიდა 100 საფუტკრე, რომელიც ანუ ყველანაირ ესე ვთქვათ ლოგიკას მოკლებულია და რა თქმა უნდა ხარჯის მეტი არაფერი არ მოაქვს ამ ყველაფერს მეფუტკრეებისთვის. ნუ ამ კუთხითაც ძალიან პრაქტიკულია ეს, რომ რაღაც დონით ესე ვთქვათ მოხდეს ამის პრევენცია შეუძლებელი 100%-ით, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა ხილვადობა შექმნის, რა თქმა უნდა, რომ ვინც არიან მაგალითად უფრო მომთაბარეები, აი მაგალითად იგივე პატუნა არის ძალიან აქტიურად ამ მომთაბარეობაში და თვითონ რაც მითხრა, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის მიმართ გაითვალისწინონ ერთმანეთის ლოკაცია მეფუტკრეებმა და ასე შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი, ანუ ეხმარება ეს ამ მიმართულებითაც მეფუტკრეებს. პროგნოზზე ვისაუბრე, რაზეც ესე ვთქვათ, მათემატიკური მოდელი არსებობს ამის ჩემ სისტემაში და რის გაუმჯობესებაზეც პაპუნასთან ერთად ვმუშაობ და მე ამაზე, როდესაც უფრო მზად ვიქნებით და ესე ვთქვათ, შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე არ გვინდა რომ დეტალებში მოვყვეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ აქ ჩავსვი ეს ზოგადი ჩარტი, ესე ვთქვათ, რა მონაცემებს გაძლევთ პლატფორმა, რომელიც არის სამეცნიერო დონის მონაცემები. თამამად შემიძლია ვთქვა, რაც აკლია ამ ყველაფერს არის ის, რომ წლების განმავლობაში ეს დაიხვეწება თვითონ მეფუტკრეების ინფორმაციის საფუძველზე და
დღესდღეობით 87% აქვს ამ მოდელს სიზუსტე, ესე ვთქვათ, მათემატიკური და ბიოლოგიური თვალსაზრისით. და ანუ ეს არის საშუალო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან რთულია, ესე ვთქვათ, რელიეფურად რომ ყველაფერი გამოიცნო ძალიან მაგრა, იმიტომ რომ ხები გვაქვს, ხეობები გვაქვს, ესე ვთქვათ, ჩავარდნილი ადგილებია, ზღვასთან ტროპიკული, ბევრი სარტყელი გვაქვს ბუნებრივათაც, კლიმატური და რა თქმა უნდა, რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვანია, რომ მეფუტკრეებმა დაიწყონ ეს მონაცემების შეყვანა, დაფიქსირება კონკრეტულად ყვავილობის დაწყების, ანუ აქტუალური ყვავილობის დაწყების მოდელთან მიმართებაში და ეს ყველაფერი დააჭკვიანებს ამ სისტემას უფრო მეტად და უკვე თვითონვე ეს უშუალოდ მორგებულია კონკრეტულ საფუტკრეზე, უშუალოდ ლოკაცია, უშუალოდ სადაც დგახარ, სადაც გააქვს ეს შენის სკების სიძლიერეზე. ანუ აქედან აი რომ ნახოთ, ანუ აქ ნექტრის ქულა, ყვავილობისთვის მზადყოფნა, ანუ სცენარი რა მდგომარეობაში, ინტენსივობა რა არის, ხარისხი რა არის, ანუ ეხლა ყველა იძახის წელს განსაკუთრებით, რომ ყვავილები არის, არც სუნი აქვს, არც ფუტკარი აჯდება, მტვერიც არა აქვს, ზოგი გაიშალა და ეგრევე ჩამოვარდა, ზოგი არც გაშლა, ისე ჩამოვარდა. ანუ ეს ყველაფერი, ხო, საფრენის საათები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება კონდეს კარგი პირობები, მაგრამ საფრენის საათები კონდეს შეზღუდული სხვადასხვა მიზეზის გამო. ასევე სკის პოტენციალი თვითონ არამდენად მზად არის, რომ ის პოტენციალი აითვისოს სრულად. ანუ ეს ყველაფერი ჯამდება, ეს ყველაფერი იკრიბება და საშუალება გაქვთ, რომ მომავალში, ესე ვთქვათ, თქვენი საფუტკრის განვითარების კუთხით გაითვალისწინოთ, რომ არ განავითაროთ ის დაბალი პოტენციალის მქონე სკები და განავითაროთ უფრო სხვა საჯიშე, ესე ვთქვათ, ოჯახები. ჩაგიკითხებით, ამ ყველაფერს სენსორით გამოითვლის? ეს ყველაფერი არის სრულად მონაცემებზე, დიდ მონაცემებზე, ეგრეთ წოდებულ big data-ზე დაფუძნებული ახლა. სენსორები, რომელზეც პაპუნასთან ერთად მუშაობთ, ახლა ჭკვიანსთან დაკავშირებით, ეგ იქნება ამაზე უკვე დამატებული ძალიან მნიშვნელოვანი ფენა, რომელიც ამ 87%-ს აწევს 90-ზე და 95%-ზე, ამის სანდოობას, ესე ვთქვათ რა. და დანარჩენი 5% უკვე არის ლოკალური კონტენტი, რომელიც რა თქმა უნდა იმ ჭკვიანის სკიდანაც მოდის, ანუ ეს კონკრეტულად, მაგრამ დანარჩენი არის იქ ყოველთვის არის ცდომილება და ყოველთვის არის, ესე ვთქვათ, ადამიანური ფაქტორი მაინც არის და მაგრამ ეს უკვე ამ სიტუაციაში ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი და ანუ ითვლება, რომ ეს თუ აი ამ დონეზე ავა ძალიან ბევრად მეტი პოტენციალი შეიძლება გამოჩნდეს, რომელსაც ახლა უბრალოდ ვერ ვხედავთ რა, ანუ აი კიდევ ვიტყვი რა, პაპუნას ველაპარაკე და ეს დაკვირვებები რო აქვს, ეგ არის აი არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეგეთი დაკვირვებები უნდა იყოს სავალდებულო, იმიტომ რომ ანუ ჩვენ თვითონ თუ გინდა განვითარდეთ, სხვანაირად ვერ მოხდება. მაგალითად, სკა შეიძლება არ იყოს მზად, შენ დადგა 100 ჰექტარიან ცაცხვრის ტესთან შენი რაღაცა საფუტკრე, მაგრამ შენ საფუტკრეს არ ქონდეს პოტენციალი, რომ ის აითვისოს. ანუ ელემენტარულად შენ უნდა ნახო, რომ უნდა ჩათვალო, რომ შენ დაკარგე ფული მაგ ყველაფერში. ანუ კომერციული ეფექტი თუ არ დაინახა მეფუტკრე, რომ მე აქ შემეძლო ამდენი მეშოვა პროდუქცია და ვიშოვი ამდენი და ამის მიზეზებს სანამ ამ კითხვას არ დასვავ შენ, რომ აი რამ გამოიწვია იმან, რომ დედა მყავს დაბალი ხარისხის თუ სკები მაქვს ცუდი, ადგილი არ ამავს თუ ჩემი მეთოდი არ მუშაობს თუ რა არის ამის განსაზღვრელი, ამინდი იყო არაშესაბამისი თუ ასე შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი სანამ არ დაისვევა ეს კითხვები, მანამდე რა თქმა უნდა ეგ არის დაკარგული, რომელსაც ვერავინ 95% მეფუტკრეების დღეს სკებს უყურებ ხოლმე, ვიდეოებს დებენ, ახლა არის აღება მოსავლის, ხო, პირველი მოსავლის. უხარიათ, რომ ეს დაბერილი ჩარჩოები, გადავსილი კორპუსები, იყო რამდენიმე ადგილას, რომ
შეხვდათ და გაუმართლათ მეფუტკრეებს და ეს უხარიათ რა, ყველას გვიხარია, მაგრამ დავწერე კიდევაც ბლოგიც გავაკეთე ამაზე, რომ ეს არ არის სასიხარულო, ანუ სასიხარულო კი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის დაკარგული პოტენციალი, რომელიც შეეძლო, რომ იმ მეფუტკრეს უფრო მეტი თაფლი მიერყო, რომელიც წინასწარ ვერ ხედავდა მაგას, რომ ეს პოტენციალი იქ იყო. და ანუ მოცდენაა რა, ჩვეულებრივად მოცდა რა ეს ფუტკარი. ხო და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თუ არ გადავიდა ფინანსურ ინდიკატორში, ძნელია რომ ხალხს დააჯერო ამ ყველაფერზე, რომ ეს ნამდვილად შენი ფული იყო, უბრალოდ იქ დარჩა ხეში რა, ეს ტყეში ჩამოვარდა. არა, ეგ დაჭირდებათ, სავარაუდოდ ბევრი ვიდეო გაკვეთილიც დაჭირდებათ მეფუტკრეებს, რომ გაიგონ ჯერ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, რა ის პოტენციალის გამოყენება. მაქსიმალურად ავტომატიზირებულად, ანუ რაც ხდება, ესე ვთქვათ, რაც მეფუტკრემ უნდა შეიყვანოს, აქ არის თავისი სკის მონაცემები, ანუ რამ მდგომარეობაშია, რამდენ ჩარჩოზია, ბარტყი რამდენია, რამდენი კორპუსია. ეხლა მუშაობთ მეორე ვერსიაზე, ესე ვთქვათ, აპდეიტზე ამ პლატფორმის, სადაც ეხლა თუ ნახავთ, არის თუ ხართ დარეგისტრირებული, ვინც არის დარეგისტრირებული, მოკლედ იმან იცის, რომ იქ არ არის რომ კორპუსები რამდენია, საკუჭნაო რამდენია დგას. ეხლა არის გრაფიკული და ეს მალე იქნება, ეხლა ტესტირებები მიმდინარეობს და უნდა გაიტესტოს ეს ყველაფერი და ამას რომ გამოუშვებ, ანუ ის ინფორმაცია კიდევ უფრო მეტი საშუალება გავს, რა თქმა უნდა, რომ კიდევ უფრო დეტალურად შეიტანო შენ კორპუსების რაოდენობით, ჩარჩოების რაოდენობით, ჩარჩოებში ბარტყის და თაფლის პროპორციით, ასე შემდეგ. მოცულობა შეგიძლია დათვალო შენი, ანუ რა თავისუფალი ადგილია იქ, ბარტყი, რამდენ ბარტყს ველოდები ერთ კვირაში, ორ კვირაში, სამ კვირაში, რომ ძალიანობისთვის მოემზადო, ანუ ხო, ყველამ ვიცით, რომ ანუ უღალე ფუტკარი არ არის ერთდრიანი ფუტკარი, იმან უნდა რაღაცა პერიოდი გაიაროს, რომ მოღალებით ჩამოყალიბდეს. კვება როდის უნდა დაიწყო, ანუ ის თუ არა რომ იმ კვებას რასაც აძლევთ, სასტიმულაციო კვებას გულისხმობ, ითვისებს თუ არა, თუ არ ითვისებს და შეაგროვებს, ანუ იმ ეფექტს არ გაძლევთ ეგ. ბევრი რაღაც საკითხებია, რომელსაც ესე ვთქვათ, კვიანის ყების გარეშე ვერ გაინახავ. სანაშენე საქმიანობაც დავამატებ მე კიდევ, იმიტომ რომ მოხდა მეფუტკრეს გაუადვილდება. ჩაწერილი მაქვს იმაში, ეხლა აი მეორე აპდეიტში იქნება, რომ იქ არის GOB Queen scoring მატრიცა რა, ესე ანუ დედაფუტკრის ფულების მატრიცა, სადაც თქვენ რო შეკავთ მონაცემები, ის თვითონ ალგორითმი ამას აანალიზებს და გეუბნებათ, ეს ოჯახი გამოდგება საჯიშეთ, ეს ოჯახი გამოდგება მომვლელ ოჯახად, ესე ვთქვათ, ნურსი რაც არის, ეს მომვლელი ოჯახი, ამბრძოლ ოჯახად რა. ეს ოჯახი არ გამოდგება, ან ბევრი ესე ვთქვათ ნიუანსებია, რომელიც ამ მეფუტკრის უშუალოდ შეყვანით შენს სკეპს, ესე ვთქვათ, გრაფიკულად ხედავ, რომელიც სად არის. ანუ გადაავლებ თვალს და ერთი თვალის მოსვლით იცი, რომ ანუ რომელია შენთვის ძირითადი, ესე ვთქვათ, მიზნობრივი ოჯახი საჯიშე მიმართულებით და არ დაკარგავ დროს, რომ მაგალითად რაღაცა გააძლიერო, ბარტყი ჩაუვტომატო ან გაჩაფერთო, იმიტომ რომ ის უნებრივად ვერ არის იმ დონის და ვერ იქნება. და ეს ყველაფერი არის ჩადებული ამ მონაცემებში, რომელიც განსაზღვრავს მე ის პოტენციალს ათვისებასთან მიმართებაში. და ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნაწილი. ხო, ანუ ეს QR კოდის თემა, რომელიც პირველად რომ ეს ბლოგი გავაკეთე ერთ-ერთი ამ QR კოდთან დაკავშირებით და ყველამ რაღაც რატომღაც ჩათვალა, რომ ეს არის, ესე ვთქვათ, პლატფორმა რაღაცას თავისით იგონებს და რაღაცა. ანუ არა, ეს არის ჩვეულებრივი სკის ნომერი, რომელიც არის დაშიფრული, რომელიც შეგიძლიათ რომ ამობეჭდოთ, ესე ვთქვათ, თქვენი სკების რაოდენობა შეიყვანთ და არეგისტრირებთ სისტემაში. შემდეგ შეგიძლიათ დაბეჭდოთ ეს QR კოდები, ლამინირებულ თუ არადასვლებად ქაღალდზე, დააკრათ ისეთ ადგილას, რომ გადიხართ და ინსპექტირებას აკეთებთ, ამ ჩანაწერებს ხო ტოვებთ, მაგალითად უნდა შევამოწმო ერთ კვირაში. ეს არის შენთვის ადგილი, რომ მიხვიდე, მიუშვირო ტელეფონი, ნახო, რომ აი ეს ელოდება ხვალე შემოწმებას. და შენთვის უკვე ეს იცი რა, არ გჭირდება, რომ
სახურავი ახადო და იქ რაღაცა ქნა. ანუ მეფუტკრე გაივლის და ამ დროს არ კარგავს მოქმედებაში. ანუ ეს მონაცემები აქვს თავის დამხმარეს სიტყვაზე. ანუ მეფუტკრე მიდის და დამხმარე მიყვება ვიღაცა, ხო? ის ეუბნება, აი ამ სკაში გვინდა რაღაცა დედა შევამოწმოთ. ამ სკაში ვნახოთ კვერცხი არის თუ არა. ამ სკაში ვნახოთ ამოსაღებია თუ არა, დასაწურია თუ არა ჩარჩოები ღალიანობის დროს გადავსება ან ახალი ჩარჩოა ჩასამატება. ანუ ძალიან პრაქტიკულია, რომ იმ წუთშივე ღებულობ ინფორმაციას, არ გჭირდება ამის გახსენება და თან ისტორია ხო გენახება ეს სკის ჩანაწერები, ანუ ასკადირდება რა იმაში სკის ქვეშ და მთლიანი ისტორიის ამოღება შეიძლება აი მიუშვერ, ამოიღებ მთელი სკის ისტორიას, დაინახავ განვითარების ციკლს ამ კონკრეტული ოჯახის. ანუ ძალიან პრაქტიკულია. ეხლა მე ვახსენე არა ვარ პროფესიონალი მეფუტკრე, რომ ბევრი ოჯახი მყავდეს 1000 და 500 და თუ გინდა 50 ან 30. მაგრამ მეც მიჭირდა რომ მივსულიყავი და გამეხსენებინა რა, აი ერთი თვის წინ მივედი დისტანციურად როული მივედი და აბა რა იყო, როგორ იყო, სადმე ჩავწერე, არ ჩავწერე რაღაცა ესეთი ეს ყოველთვის არის და ვისაც ბევრი ყავს და ეს არის პრაქტიკული შეუსრულებელი მისია, რომ ეს ყველაფერი დაიმახსოვრო რა, სად დაავადების ნიშანი ქონდა, სად ეჭვი გაქვს. ანუ ეს არის უმარტივესი რაღაცა. წვიმის დროს შეიძლება გახვიდე, ნახო, ანუ სად იყავ, სადმე რომელიმე გეჩქარება, რომ წვიმაში ახადო, ნახავ და ახდი იმ სკას, აი მაგალითად თუ გეჩქარება და აი კრიტიკულია რაღაც სამუშაო და იქ ერთი სკა გიკმენს, არ ჯობია ვიდრე 100 გიკმენოს. ეგეთი რაღაცაა, რომ ყველა არ ახადო. ანუ მაგ კუთხითაც ესე ვთქვათ პრაქტიკულია. ეს ქუარი ჩაშენებულია მიკვლევადობაზე რომ ვისაუბრე პროდუქტის რა, ანუ მეფუტკრე შექმნის ქილა ამოასხავს, ხო? დაეტიკეტირებს, დაბრენდავს, რომ ეს არის მაგალითად სერგოს თაფლი. ხო და ამას გაუკეთებს ამ ქუარს, რომელიც არის ეს ყველა ინფორმაცია ჩადებული, ანუ მეფუტკრის შესახებ, მეფუტკრის ბიოგრაფია თუ ლოკაცია თუ მედია ფაილები რა, ესე ვთქვათ, საფუტკრის ფაილები, ვიდეო, დაწურვის მომენტი, სად იწურება ის ადგილი, სერტიფიკატები, თუ რამე ასე ვთქვათ, სერტიფიკატია საჭირო. ეს ყველაფერი არის, ანუ ქილაზე მომხმარებელი ამას დააწვება, ნახავს და ყველაფერი აქვს ხელში. და იცის, რომ ეს კაცი აგერ მიწერს ამ ყველაფერს და ეს არის ის ადამიანი, რომელიც ამაზე პასუხს აგებს თავისი თავით, სახელით. გაყალბებასთან ბრძოლაც მაგალითად არის ხო, ანუ ეხლა დაბრენდეს უკვე და იბრენდება ბევრი ქილა და ვიღაცა შეუძლია ამობეჭდოს პრინტერზე აგერ ის ეტიკეტი და დააკრას ეს რა და ქუარიც ამობეჭდოს სიტყვაზე და მიაკრას, რომ ვითომ ის არის, რომ ნამდვილია რაღაც არაკეთილს ინდისერებაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. მაგ შემთხვევაში ის QR კოდები არის ისაა მიკვლევადობასთან დაკავშირებით უნიკალური, როგორც კერთან მიმართებაში. ანუ მაგის ერთი დასკანერება რომ მოგივა 100 ჯერ ხო, ერთი ბანკის დასკანერება, ну სავარაუდოდ ეჭვს გაიჩენ, რომ ეხლა 100 ჯერ შეიძლება ბავშვმაც დაასკანეროს რაღაცა ითამაშოს რა სიტყვაზე, მაგრამ ეს მასობრივ სახეზრომი შეიძენს რაღაცა. მიხვდები რომ ერთს ვიღაცა აყალბებს რა, ანუ ბევრჯერ ახან მოხდა ამის დასკანერება და ეს არის მეფუტკრის ინდიკატორი, შეიძლება რაღაცა ხდება ამაზე. ანუ ამ კუთხით, ანუ მეფუტკრეს მისდის ეს ყველაფერი და არ ჭირდება ამას, რომ მაგალითად დაელოდოს, რომ სანამ იპოვის სახელმწიფო უწება ამ ფალსიფიკაციის იმას, რა ქვია. ანუ თვითონ მეფუტკრე ხდება თავისი პროდუქტის, ესე ვთქვათ, სადარაჯოზე დგება თვითონ რა. და ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება, კიდევ უფრო მეტად შეიძლება ეგ განვითარდეს. ეხლა ეს მეგიყვებით რაც ნაფიქრი მაქვს და რაც ვიცი, რომ ტრენდიც არის და ტენდენციაც არის. ხო, ანუ ეს ყველაფერი იწერება და ნუ აქ რაც ხედავთ სლაიდზე, ეს ყველაფერი არის ნახვატი ამ ქუარის ქვეშ. ხო, პრაქტიკული ინსტრუმენტები რა, ანუ დავამატე 6 ცალია, ხო, აქ 6 ცალი. პრაქტიკული ინსტრუმენტი მეფუტკრეებისთვის, რომლებიც ანუ პროფესიონალებისთვისაც და დამწყებებისთვისაც, რა თქმა უნდა, უფრო დამწყებებისთვის, რომ შეაფასო მაგალითად იცით, რომ რეფრაქტომეტრით ვზომავთ ტენიანობას, იმას აქვს თავისი სტომილება,
და ამ კალკულატორში შეგიძლიათ ის ეგრეთ წოდებული adjustment-ი, ანუ კორექცია გააკეთოთ და გაზომილი და რეალური გარემო ტემპერატურასთან, ტენიანობასთან მიმართებაში, გარემოში რაც არის, იმასთან მიმართებაში, ესე ვთქვათ, ეს დააკორექტიროთ და ნამდვილად იცოდეთ, რომ 18%-ია თუ 18 და 1%, ესე ვთქვათ, ტენიანობა და იმის მიხედვით, ესე ვთქვათ, არ მოგიწიოთ, რომ დაწუროთ რაღაცა თაფლი, რომელიც ესე ვთქვათ, შეიძლება მერე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, იმის გათვალისწინებით, რომ თაფლი არის ჰიდროსკოპიული პროდუქტი და რომ დაწურავ 18%-იანს, სანამ დაწურავ ის რაღაც ტენს იღებს ისედაც და ანუ თუ ზღვარზე ხარ, შეიძლება მერე ტენიანობა გაგეზარდოს რა ამ ტრანსპორტირების დროს, გადატანა, გადმოტანა, დახასოების დროს. ფუტკრის კალენდარი, დედაფუტკრის კალენდარი გამოყვანა, მაგალითად ჩაწერ, როდის გადაიტანე ჭია და ის გაჩვენებს კრიტიკულ დღეებს, ეს ეგრეთ წოდებულს, როცა საჭიროა მონიტორინგი, ანუ როდის არის საჭირო შეამოწმო მიღება, როდის არის საჭირო რომ ჩამოაცვა გალიები, როდის უნდა ელოდო გამოსვლას, ანუ ეს ყველაფერი, ანუ ხელის გულზე გაქვს, ესე ვთქვათ, პირდაპირ. თვითღირებულების განსაკუთრებით შორის მეფუტკრეებს და მერე მიდის აუ დედა გამოვიდა გალია ის სადებელი ანუ გამინადგურა ხო, ანუ ეხლა ყველამ ვიცით რომ როგორ მჭივნეულია ეგ რა, ანუ რომ რაღაცა ელოდები რომ უნდა მიიღოთ ამაზე გეგმები გაქვს აწყობილი, შეიძლება კლიენტიც ყავს რომ პაკეტი მისცე თუ რაღაცა და ანუ ეგეთი რამე გემართება, ხო? ხო და ეს როგორც ნოთიფიკაცია, ანუ შეტყობინება მობილურზე მოგდის რომ აი ეხლა მიდი ნახე თუ მიიღეს, ეხლა ნახე რომ ჩამოაცვა სადეთ ისინი გალიები. დღეს ნახე რომ უნდა იყოს გამოსული იქიდან დედები და ანუ ეს ყველაფერი მოგდის მობილურზე რა, ესე ვთქვათ, ხელში რო გიჭიროს იმ დროს. თვითღირებულება ან ძირითადი პარამეტრები, ხა რა თქმა უნდა, თვითღირებულება თვითონ მეფუტკრის საქმეა, მაგრამ აქ არის ძირითადი მაგალითად რო გინდა დააფასო ნახევარკილოიანში, კილოიანში, 75, ანუ ჩაწერ და რა უნდა იყოს შენი კაი ფასი რა, ესე ვთქვათ, რა უნდა იყოს შენი გასაყიდი ფასი, ანუ რაღაცას მოგცემს რა, ინდიკაციას მოგცემს, რომ თუ ნახევარკილოიანში ჩამოასხავ არის 20% მოგება, თუ კილოიანში ჩამოასხავ არის 15 და ასე შემდეგ რა, ესე ვთქვათ, გაძლევს მაგის საშუალებას. მკურნალობა, ანუ მკურნალობას რას ვიძახი? შეზავება რა, ანუ ძალიან პოპულარული თემაა ეგ ჭიანჭველამჟავა 65-იანი თუ 80-იანი თუ შაუმჟავა რამდენი სიროვთან და ასე შემდეგ. ძალიან მარტივად დაწერ, მიიღებ ინფორმაციას. სადოდე ოჯახების შეფასებაზე ვილაპარაკე, ანუ თვითონ გამოყავს ყველაფერი. მკურნალობასთან დაკავშირებით შეუძლია, ანუ თუნდაც ვაროას განვითარების ის ხო ვიცით ფაზები, ასევე ტროპოლაფსის განვითარების ფაზები და რა დროს მიაღწევს კრიტიკულ ნიშნებს. შესაბამისად მე მეფუტკრეს რო არ გამორჩეს. ო, ანუ ეგ მაგის ესე ვთქვათ, ტრეკინგიც, მონიტორინგიც არის აპლიკაციაში თვითონ. ანუ სეზონური სამუშაოები აქ რო წერია ახლა, ეს არის ესე ვთქვათ, მაღალი დონის, ანუ მაღალი დონის რას ვიძახი, ლაითი, ეგრეთ წოდებული სუბუქი მესიჯები, რომ შენ თაფლის წურვა დაამთავრე, როა გატესტო. ანუ უბრალოდ ის არის რაღაცა შეხსენების ელემენტი, მაგრამ ეს შეხსენება რო გავს და იქ უნდა მონიშნო, რომ შევასრულე, ანუ შევასრულე ეს ნიშნავს, რომ ახალი ეტაპზე უნდა გადახვიდე იქ რეზულტატებს ჩადებ, რამდენი მქონდა, როგორ მქონდა, მე მკურნალობა დაგეგმო და ანუ დამწყებებისთვის არის მნიშვნელოვანი ძალიან ეს მისცემს საშუალებას, რომ ანუ არ კითხულობდნენ, რომ ეხლა რა ვქნა, ანუ ეხლა რა ვშვები ამ ივნისში, რა ვშვები, სხვათა შორის ვაკეთებ იმას ბლოგებს, რომ თეების მიხედვით იყოს რა სამუშაო, ძირითადად რა სამუშაოები უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა. ხო, ანუ ეს პრაქტიკული ისინი კიდევ ბევრი რაღაცა შეიძლება აქ დაემატოს, ეხლა თქვენ იდეებზია დამოკიდებული და თქვენ რო ამიღწევთ ამ ყველაფერს, მე ვეცდები დავამუშაო და მათემატიკურად პროგრამულად, რომ ეს გამოვიდეს ისე, რომ პრაქტიკული იყოს ნამდვილად რა, შესასრულებლადაც და სარგებლობისთვისაც რა. ხო, ეს მარკეტზე ვისაუბრე, ძალიან აი ხა ხედავთ ეს ხელოვნური ინტელექტით არის გაკეთებული ესა
მე არ ვეწევი უბრალოდ აქ დავაფიქსირე ეს ყველაფერი არის ისე ინფორმაცია როგორც უნდა გამოიყურებოდეს როგორც გამოიყურება ეს იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამას გააკეთებთ რა და შეგიძლიათ იქ ვიდეოებით, სურათებით, გაზიარება, WhatsApp-ი რამე რეპორტინგი თუ გქონდათ ესე ვთქვათ მომხმარებლიდან მოეწონა არ მოეწონა რაღაცა ანუ ყველაფერი შეგიძლიათ ამაში მიიღოთ რა ჩვეულებრივი მაღალი დონის მარკეტინგული პლატფორმაა ჩაშენებული თქვენ იმაში რა ქვია თქვენ ოთახში ესე ვთქვათ რა სადაც შეუძლია მომხმარებელმა პირდაპირ დაათვალიეროს ვინ არის ანუ ესე ვთქვათ პირველ წყარო მეფუტკრეა თუ არა ამ პროდუქტის ანუ ვინ დადო შეიძლება არის ესე ვთქვათ მაღაზია შეიძლება არის ვიღაცა მეორე მხარე შეიძლება არის მეფუტკრე ანუ პირდაპირ აძლევს საშუალებას რომ მეფუტკრე გავიდეს მომხმარებელზე რა აი ხშირად არის რომელსაც ნუ ნაწილობრივ ვეთანხმები და ნაწილობრივ არა რომ მეფუტკრემ უნდა გაყიდოს თავის პროდუქტი და რაღაცა ანუ კი რა თქმა უნდა მაგრამ მეფუტკრემ ფუტკარსაც უნდა მიხედოს და მაგის დრო არ რჩება ხო ანუ და იქ ტელეფონზე ვერ იჯდება რომ აი რაღაცა 100 გრამი 200 გრამი ის ჭეო ჩამოყაროს თუ რაღაცა ხო ანუ საშუალებას აძლევს ეს ყველაფერი ვისაც უნდა ამაში მონაწილეობა მიიღოს პირადად მიიღებს რა ანუ პირდაპირ კონტაქტი იქნება პირდაპირ ექნება უშუალო ურთიერთობა შეიძლება პრემიუმ სეგმენტზე მუშაობს ესე ვთქვათ ერთი კილა თაფლი ის რაღაცა $150 არის ბიო თაფლი სიტყვაზე არ უნდა იმანო თავისი ეს ვიღაცა გამყიდველს მისცეს ხო ანუ შეუძლია რომ ეს დააყაროს ისე რომ პირდაპირ კონდეს კავშირი ამ თავის მომხმარებელთან ნუ არის საინტერესო არის ამკითხეთ იმიტომ რომ ზოგადად მეფუტკრეები ყოველთვის ჩევიან გაყიდვებზე და ფასებს ეჭვი აქვს რომ აი ფასი იმან მომიგო რაღაცა ანუ მე ჩემგან 10 ლარად იყიდა და თვითონ რაღაც 20-ად გაყიდა და რაღაცა ხო ანუ ეს შეგიძლია რომ ამით შენ თვითონაც გატესტო რა მარკეტზე რა მოთხოვნაა რა ანუ იმის გათვალისწინებით რომ ეხა ნუ რა თქმა უნდა ის ძვირიანი სეგმენტიც არის და იაფიანიც და ეს როგორ არის საბითუმო ხო ანუ ყველა სხვადასხვა ფასის ზღვარი აქვს რა ხო ნუ მაგ კუთხით რისი თქმა მომხმარებლის მოთხოვნას რომ მიკვლევადი იყოს პროდუქტი და პასუხისმგებელი იყოს აგერ არის ყველაფერი კი აგერ თუ გინდა დადეთ და ნახავთ რა რომ აი ეს პროდუქტი არის ჩემი და მე ვარ აქ ვინც ვარ რა ხო და ანუ ეს გადახდის პლატფორმა ისა გადახდის ნაწილი დისტანციური გადახდის რა ეს საქართველოს ბანკის და ასე შემდეგ სხვადასხვა საბარათე სისტემით რა ანუ შეიძლება პირდაპირ გააქტიურდეს ეხლა არ არის გააქტიურებული იმიტომ რომ ნუ ეგეთი რაღაცა რო ხდება იქ არის ფინანსური ვალდებულებები და ეს არის ჩემი პლატფორმა როგორც ერთი ფიზიკური პირის ამ მე კომპანია არა ვარ და ამ შემთხვევაში ამას ესე ვთქვათ კომპანიის ეფექტით არ ვაკეთებ რა და ამიტომ ეგ ნაწილი ეხლა არ ამავს მაგრამ თუ ამაზე მივა იმ დონემდე რა თქმა უნდა ამას თავისი მიმართულება უნდა მიეცეს და გაყიდვების გარეშე აზრი არ აქვს მაშინ რაზე ვაკეთებ დათვი შეჭამს იქავს ვარ გაყიდე ხო რეპუტაციის აშენება ამ პლატფორმაში ეხლა ამ ეტაპზე რომ მეფუტკრემ შექმნას თავის რეპუტაცია როგორც პროდუქციის წარმოება არა როგორც მეფუტკრემ და რაღაც ფუტკარი რო იცის და როგორ მიიღოს ეს მეთოდები იცის არამედ როგორც მწარმოებელმა რა როგორც მეწარმემ რომ ამას აწარმოებს პროდუქციას ქმნის ესე ვთქვათ ვისაც უნდა რა თქმა უნდა ხო მიკვლევადობაზე ვისაუბრეთ აღარ გავაგზელებ ეხლა პრინციპში იგივე საკითხებია რომ ისტორია იქნება ამ ყველაფრით აი ოღონდ კიდევ რაც შეიძლება რეგიონების მიხედვით აი მე ვფუთ ზოგი მომხმარებელი დაინტერესებულია მაგალითად კონკრეტული რეგიონის თაფლით არა შესაბამისად ჩამოღოს ასე ვთქვათ იმ რეგიონის მეფუტკრეებს და შესაბამისად შეარჩევს როგორი სახის თაფლი უნდა მაგალითად ფერი იქნება განსხვავება ღია იქნება თუ რაღაცა იქნება ფილტრების სისტემა როგორი თაფლი გინდა რომელი პროდუქტი გინდა შეგიძლია იმასაც უყურო ეხლა მაგაზეც ვფიქრობდი რომ ასები იცვლება რა ეხლა არ არის ყოველთვის რომ ეხლა შეიძლება ბევრი თაფლია და უფრო შედარებით ნაკლები ღირს მე სადღაც ახალწელს შეიძლება უფრო ძვირი ღირს მე ისევ შეიძლება ნაკლები ღირს და მე ისევ ძვირი ღირს ხო
ანუ რა თქმა უნდა, ეს შეიძლება რომ ფასებსაც უყუროს მომხმარებელმა, რომ თქვას, რომ ეხლა ვიყიდი, ვიდრე მერე ვიყიდი. ან თვითონ შეუძლია, რომ ეს მეფუტკრემაც დაანახოს იმას, რომ ეხლა მაქვს ამდენი რაოდენობა, აი ესეთი თაფლი, სიტყვაზე ოქრო წყეპლას თაფლი, ხო, რაღაცა ის წამლისთვის რომ გამოიყენება თუ რაც არის რა. ანუ და ეს ის იმან რომ ეს ახლა 100 კილოა, ეს გათავდება 100 დღეში, არ იქნება 100 წელი რა, ანუ იქნება 100 წელი. იმანაც იცის რომ ეხლა თუ არ იყიდის, მერე ვეღარ იყიდის და ანუ რაღაცა იმას აძლევს რა, ანუ მომხმარებელსაც რომ გადაწყვეტილება მიიღოს რომ იყიდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხა გაყიდვების მიმართულებით, რომ ადამიანს კი უნდა, მაგრამ რომ გადააწყვეტინო რომ უნდა იყიდოს რა, რაღაცით ხო უნდა დაარწმუნო რომ იყიდოს, ეხლა იყიდოს და არა ხვალე. ანუ მაგ კუთხითაც გაძლევთ საშუალებას რომ ეგეც გააკეთო. ცოდნის საერთო ადგილი რა, ანუ ჩავაშენეთ აი Facebook-ი არის ახლა ძალიან განვითარებული, ხო? ანუ ბევრი ჯგუფებია, რავი, ჯგუფებში ყველას უკვე თავისი ჯგუფი აქვს რა, ისია განვითარებული, ანუ ყველა შეუძლია შექმნას, ადვილია რა, მოკლედ. მაგრამ შევქმენი ეგეთი ღია და დახურული ოთახები რა, რასაც ქვია, ანუ ფორუმი რაც არის რა, სადაც რაღაც თემაზე, კონკრეტულ თემაზე, არა ყველაფერზე ერთად, არამედ კონკრეტულად მაგალითად შამის წარმოება, ხო? ანუ ყველას არ აინტერესებს, არ იცის და ზოგს უნდა რომ ისწავლოს და ზოგი მარტო ამით არის დაინტერესებული, მეტი არაფერი არ აინტერესებს. ანუ ის ოთახია, რომელიც ღიან დახურულია, სადაც თვითონვე მოდერატორი, აი ვინც შექმნის ამ ყველაფერს, ის მოიწვევს, ვინც უნდა რომ მოიწვიოს, თავის კლიენტი იქნება, მეფუტკრე იქნება, ვინც იქნება. იქ ხდება ამ ესე ვთქვათ განხილვა ყველა საკითხის, რომელიც ერთად აინტერესებს და ეს რას ქმნის? ეს ქმნის იმას, რომ ისტორია რჩება, რა თქმა უნდა. ერთ ადგილას რა, არ არის SMS-ით, ტელეფონით, იმეილით, ასე შემდეგ, ხო? ანუ ერთ ადგილას არის ეს ყველაფერი და თუ გინდა რომ რაღაც სასწავლო ჯგუფი შექმნა, სასწავლო ჯგუფი ყავს, შენი მოსწავლეები ყავს, ან ასე შემდეგ, რავი, შექმნი მაგას. თუ მაგალითად გინდა რომ რაღაც დაანონსო, გინდა რომ მაგალითად შენ გარშემო ვინც არიან მეფუტკრეები რაღაც ზონაში, იმათ უთხრა რომ აი ეხლა ეს ამას ვაპირებ და მოდი შევიკრიბოთ და რა ვქნათ. და შეუძლიათ რომ ეგ ჩამოაყალიბოს და აი იმ კონკრეტულ ნეტვორკს, იმ კონკრეტულ ხალხს მიუვიდეს ეს ისა ინფორმაცია, რომ აი ესეთი რაღაცა ხდება, შეკრებაა თუ რაღაცა ერთობლივი წამლობაა თუ რაც არის რა, ანუ არა აქვს მნიშვნელობა, ხო? ანუ ქმნის იმას, რომ ეს არ არის გაფანტული რა, ესეთი ინფორმაცია ყოველთვის არის ერთ ადგილას. და ერთ ადგილას რო არის მოკლედ ამაზე მერე ბევრი რაღაცის აგება შეიძლება რა, ანუ განვითარების და სწავლების მიმართულებით. ეხლა რაღაცა მოლოდინებია კიდე რომ რამდენიმე პოსტის კომენტარიც იყო და რავი ისეც დამიკავშირდა რამდენიმე და აი რასასწავლი მითხარი კონკრეტულად, ხო? ანუ ეგეთი კითხვა რა, ანუ მე ვასწავლი იმას, რაც ვიცი. და აგერ გოგა, ალეკო, რავი, პაპუნა ასწავლის იმას, რაც იმან იცის, ხო? ყოველთვის ყველა ვერ იქნება ესე ვთქვათ კმაყოფილი. მე რაც ვიცი, შეიძლება ვიღაცას არ აკმაყოფილებდეს, არ მოწონდეს, არ უნდოდეს. შესაბამისად, ეს პლატფორმა გაძლევს თითოეულ საშუალებას, რომ შექმნა თქვენი ადგილი რა, სადაც ესე ვთქვათ, ის მასალები იქნება, ტრეინინგები, ახლა ვხედავ ხოლმე, რომ აი ალეკო დებს ხოლმე ბევრ იმას რა ქვია, საინფორმაციო რაღაცებს, მოკლე ბუკლეტებს, ხო? წაიკითხავ, ანუ ძალიან კარგია ეგ რა, მაგრამ აი Facebook-ის პოსტში, ხო, Facebook-ში ეს დროთა განმავლობაში იკარგება, ვერ იპოვი მაგას რა, ანუ მიუხედავად იმისა, შეიძლება უთხრა, იქ მიდევს რაღაც შედი იქ და ნახე, ანუ ვერ ნახავს რა. და როდესაც ეს არის ამ ასეთ პლატფორმაზე, ეს არის როგორც სასწავლო პლატფორმა, ეს არ არის რომ რაღაცა დადევი და მე ამას ვერავინ ვერ მიაგნავს. ეს არის სასწავლო პლატფორმა, რომელიც როგორც ეგრეთ წოდებული search engine optimization რა, ანუ ძებნის ძრავის ოპტიმიზაცია, ანუ Google-ი, საძიებო სისტემები ამას ინდექსირებას უკეთებს და თუ სადმე ხდება
რაღაცა ამ თემასთან დაკავშირებით ვიღაცა კითხვას სვავს, ამას აძლევს ინტერნეტი თვითონ პოულობს ამას და პირველ გვერდზე აჩვენებს. თუ ვიღაცა ჩაწერს რაღაცა ვარუატოს, ანუ ეს ყველაფერი იძებნება და ეს ამოდის რა, როცა Facebook-ში ეგ არ მოხდება არასდროს რა, ანუ ვერ ნახავ რომ Facebook-იდან რაღაცა მოგივიდეს, რომელიც დაწერე რაღაც 2 წლის წინ, 3 წლის წინ ასე შემდეგ. აქ ეს სხვანაირად მუშაობს. ამიტომ პოსტები კი არ ანუ პოსტები კი არა, ეს ცოდნა კი არ ჩაიკარგება და ანუ რეფრეში და რეში არის იქნება საჭირო გაზიარება თავიდან და არამედ ეს იქნება ყოველთვის ხელმისაწვდომი. ამასთან გაზიარების ფუნქციონალი აქვს. რომელიც შეგიძლია გაუზიარო როგორც WhatsApp-ით, ასევე როგორც Facebook-ით, ანუ ნანახი გავს იქვია რა, დააწვევი წავიდა ეს სადაც გინდა, რომელ გუშიც გინდა, როგორ გინდა, ანუ შენი ის არის. გაზაგექნება შენი, როგორც აი არიან მეცნიერები ხო ქმნიან სამეცნიერო სტატიებს. არის განმნიშვნელოვანი ყველაფერი, მაგრამ არიან პრაქტიკოსები, რომლებიც რაღაცას ქმნიან. ასევე თავის დაკვირვება შეიძლება ვიღაცა მეცნიერი არ ეთანხმება მაგას, მაგრამ ის თავის დაკვირვებას. ის შეიძლება ბევრისთვის აი ძველებმა რაღაცა თქვეს, ხო, არის ახლა ვიყენებთ მაგას რა, ანუ იგივენაირია, ეგ არის პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა, ხო? იგივე. ხო და ესეთი რაღაცა უნდა იყოს სადღაც, ან დეპონირებადი უნდა იყოს, უნდა არსებობდეს, უნდა იძებნებოდეს, ამიტომ ბიბლიოთეკა უნდა შეიქმნას ამ ცოდნის ბაზის. რა თქმა უნდა, იქ არის ფუნქციონალი, რომ ეს გამოაჩინოს საჯაროდ თუ არ გამოაჩინოს. შენიშნება, ანუ შენ თუ გინდა რომ არ გამოაჩინო რაღაც გარკვეული ინფორმაცია და სიტყვაზე ვინც კომერციულად რაღაც ფულს გადაგიხდის, სიტყვაზე ვიძახი, ხო? ანუ ფასიანად მიაწოდო ვიღაცას. ასევე შეგიძლია რომ ღია წვდომაში გქონდეს. ეს ყველაფერი უნდა შექონას, ანუ მე რომ მირეკავენ და მეკითხებიან, აბა რა სასწაული, აბა რა დევს, ანუ ვერ ვნახე ვერაფერი. მე მოუწოდებ სულ ყველას რა, ვისაც გსურთ, ანუ პლატფორმა აგერ არის, კონტროლი თქვენ ხელში არის, ანუ ნებისმიერ დროს შეგიძლია ადგე წაშალო. ან შეასწორო, ან რავი, რაც გინდათ რა, ან თქვენ მხარეს არის, ან თქვენი ოთახია, იმ ოთახში გაქვს სრული წვდომა ყველაფრის რა. ნახოთ ეგ ყველაფერი და რავი, ეს რაღაცა Facebook-ში რო ზიარდება თუ სადმე სხვა პლატფორმაზე, ან ისე ელფოსტით, ან რაღაცით შექმნათ ეს, რომ აი იყოს, რომ ანუ მეფუტკრეებმა გავზარდოთ ჩვენი პროფილი იმ მიმართულებით, რომ ასევე ვიყოთ ცოდნის გამზიარებლებიც რა, არ ვიყოთ მარტო მეფუტკრეები, ასე ვიყოთ ამ დარგის ცოდნის გამზიარებლებიც, რომელიც მე მეცნიერებიც ეყრდნობიან ამ პრაქტიკულ აკვირვებებს, ხო? ანუ შეიძლება ვიღაცამ ეს აიღოს და სადმე დაირეფერენსოს, ესე ვთქვათ, ანუ ახსენოს, რომ აი ეს წყარო ეს ხო უნდა იდოს სადღაც Facebook-ის იმას, Facebook-ს ხო არ დაასახელებს წყარო. უნდა დაასახელოს ლინკი, რომელზეც თქვენი სახელი გვარი ჩანს, ინიციალები ჩანს თუ რაც არის რა. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ თქვენ რა ცოდნაც გაქვთ, ეს გამოიყენოთ რა ეს ფუნქციონალი. მე სამწუხაროდ ბევრი რაღაც თემა მაქვს და ინფორმაცია მაქვს უზარმაზარი კვლევები ეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან, რომელსაც სულ კითხულობ მე როცა თავისუფალი დრო მაქვს. რუსული ესე ვთქვათ ინფორმაციაც არის, მაგრამ ну ვერიდები რომ ესე ვთქვათ ეს უცხო ენაზე დავდო ეხლა ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ну იდეა ის არის რომ ყველას შეეძლოს რაღაცის ნახვა რა და ამის თარგმნა ის ბევრი რაღაცა უნდა გაითვალისწინო, ესე ვთქვათ კოპირების უფლება, ასე შემდეგ, ანუ ამ ყველაფერს სჭირდება დიდი დრო და ამას მე დროს ისე ვერ უთმობ, მაგრამ ვინმე თუ ჩაუდგება ამას სათავეში, ხედავ არის ესეთი ხალხი ამ ჯგუფებში, რომლებიც აკეთებენ ამას და სიამოვნებით, რა ვიცი, მე ყველანაირად გვერდში დაუდგები, თუ სხვანაირად უნდათ რომ ეს გამოჩნდეს, ფორმატი ჭირდება სხვა, თუ ვიზუალი შეცვლა, თუ რაღაც ყველაფერს აგერავარ და დამიკავშირდით. მენტორობა ერთ-ერთი მთავარი ხა, აი თუ კარგი მეფუტკრე ხარ, ხო, მაინც ცუდი ხარ, თუ ამ ცოდნას არ გაუზიარებ ვიღაცას, ერთ კაცს მაინც რო არ ასწავლ. ხო და ეს მენტორობა არის კაი რა, ანუ თვითონ სტატუსიც ხო არის რა, ანუ როგორც არის პროფესორი ვიღაცა, ხო, ანუ ამას მინიჭებულიას რომ ასწავლის აკადემიურად რაღაცას. ასევე არის ძველ დროში ხო იყო უსტაბაში ერქვა თუ რაც იყო შეგირდი ყავდა ყველას.
ანუ ეს მენტორობა არის კარგი, რომ მოითხოვოთ თქვენ თვითონვე, ვისაც აქვს ამის ამბიცია, რომ გახდეთ ამ პლატფორმაზე მენტორი და აიყვანოთ ის ბევრი ეხლა მე მაქვს ის შექმნილი ჩემი ადმინის იმითი რა და მაქვს ბევრი ის ანუ ხედავ იქ როგორ არის მოწყობილი, ანუ ხედავთ ვინ გიგზავნით მოთხოვნას, რომ დამამატე შენ შეგირდათ ესე ვთქვათ რა. რომ იმას უნდა რომ შენთან კითხვები დაგისვას, დაგირეკოს რაღაცა გამოგიგზავნოს თუ რაღაცა, ანუ ეს სწავლების ფორმატი შექმნას. და არიან აქ ხალხი, ვინც ამას ეწევა და კარგი იქნება თუ ეგეთი ხალხიც გააქტიურდებიან. მე რომ ხედავ ეხლა უბრალოდ დავამატე, იმიტომ რომ მაგალითისთვის იყოს, როგორ ჩანს ეგ ყველაფერი, გაიგე? ანუ მე ეხლა თუ შევძლებ დავეხმარო, კი, შევქმნი ეგეთ ჯგუფს და რაღაცა ვიღაცებს დავეხმარები, მაგრამ ხალხი ვინც არიან და ვისაც უნდა რომ ცოდნა გააზიაროს და არიან ბევრი მოყვარულები, რომლებიც იწევენ და ყოველთვის ცდილობენ იპოვონ ვიღაცა, ვისაც შეეკითხებიან და რა თქმა უნდა ახლოს რაც შეიძლება, ანუ რაღაც სოფელია, სადაც ვიღაცამ 2 კილომეტრის იქით იყიდა, იგივე სოფელში იყიდა და არ იცის რა ეხა იმ დღეს ერთმა კარგმა ადამიანმა დამირეკა ძალიან კარგი სიტყვები მითხრა ამ ყველაფერზე და თან ის მითხრა რომ აი დედა ფუტკარი მინდოდაო და დავდიოდი სად არ დავრეკეო რა, ანუ იქით დავრეკე, თბილისში დავრეკე, იქით სამეგრელოში დავრეკეო და იქო გვერდზე ტაძარიაო ეს მონასტერი და იქ მამაოსო გამოყავსო ისინი, დედები თურმე. არ იცოდა ეხლა ამან და ანუ მივედიო ვიღაცამ მე ბოლო უთხრა და მივედიო და მითხრაო რომ ის ნუ გაფუჭდა რა ის ზედმეტი რაც იყო ვერ აღარ ყავდა იმ მომენტში, მაგრამ ნუ რაღაც ერთი დღით ადრე რომ ისულიყო ყავდა რა, ესე ვთქვათ უფასოდ ყავდა რა, მოკლედ ჩუქება შეეძლო. და ანუ ეგეთი რაღაცაა რომ აი გვერდზე შეიძლება ვიღაცა რაღაცას ფლობდეს, ცოდნას, პროდუქტს, რაღაცას და შენ არ იცოდე ეგ რა. და ეხლა ამ ტექნოლოგიების იმაში დროში ეგ ცოტა ისეთია რა, ანუ ვერ ჩამოყალიბდება სწორი ეს კომუნიტი, საზოგადოება, ხო? თუ არ არის რაღაცა ეს ბმები რა, ანუ ამ დამწყებებს, გამოცდილებს, ასე შენ კომერციულებს, არაკომერციულებს ბევრი მიმართულებით, ხო? ან კოოპერატივების აზრიც ეგ არის, რომ ყველა იყოს ერთ ხაზზე, ხო? ანუ ხან გამოდის, ხან არ გამოდის, ანუ ეს გეხმარებათ, რომ რაღაც ყველა დონეზე არ არის საჭირო 100 იყოთ და 100 ძირი ყავდეს ყველა. შეიძლება ვიღაცას ერთი ყავს და იმას ვიღაცა დაეხმაროს, რომელსაც 3 ყავს, ამ 3-ს დაეხმაროს, ვისაც 30 ყავს, ამ 30-ს დაეხმაროს, ვისაც 1000 ყავს, არ ვიცი. ანუ შეიძლება ეს ყველაფერი ამ თქვენ ხელშია, უფასოა. ნამიხვიდეთ გამოიყენოთ და ანუ ინდიკატორი ის არის, რომ ვინც ამას აკეთებს, ამ ქვეყანას უფრო მეც უკეთებს, ვიდრე ის კონკრეტული მეფუტკრეობა ამიტავს. ხო, ანუ ეს არის მარტივი რეგისტრაცია, საბაზისოა, ესე ვთქვათ, რეგისტრაცია თავიდან მარტივად გავაკეთე, მაგრამ მე რაღაც security, ანუ დაცვის კუთხით ეს ჰაკერული და ასე შემდეგ არასასურველი ხალხის რეგისტრაციის თავიდან ასარიდებლად ცოტათი გავართულე, მაქსიმალურად მარტივია, ანუ იქ უსაეჭო მოქმედება არ გააკეთე, ესე ვთქვათ, იქ არ აქტიურდება ის დაცვის მექანიზმი, არის რეკაპჩა ქვია, ესე ვთქვათ, იქ შუქნიშნებს რო გაჩვენებს და ან მოტოციკლეთს დააწექი, რამდენი მოტოციკლეტია და რაღაცა ეგეთი ის ამოდის რა, ფანჯარა თუ საეჭოა, თუ არ არის, მაშინ ბექგრაუნდზე, ესე ვთქვათ, უკან ხდება ყველაფერი ამის ვალიდაცია. უბრალოდ ერთი რაც არის რეგისტრაციას რო დაასრულებთ, ლინკი იგზავნება იმ ელფოსტაზე, რომელიცაც დარეგისტრირდით. ეს არის ერთჯერადაც არის საჭირო, რომ ის ლინკიზე გადახვიდეთ იმ ლინკზე და გაააქტიუროთ თქვენი ანგარიში და მერე თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლით შეხვალთ და პაროლის აღდგენის ფუნქციონალიც არის და ამ ლინკზე, ესე ვთქვათ, პირველად ერთჯერადად თუ მაგალითად ადრე დარეგისტრირდით, ეხლა ბევრი მყავს, რომ დარეგისტრირებულები არიან, მაგრამ აქტივაცია არ აქვს და ცდილობენ რომ შემოვიდნენ რა, ანუ ხედავ იმაში, რა ქვია, სერვერზე ვხედავ, რომ არის მცდელობა, რომ რაღაც იუზერი სერგო ცდილობს შესვლას და ვერ შედის, იმიტომ რომ აქტივირებული არ არის. ამას გონია, რომ პაროლი გაავიწყდა ან რაღაც არ მუშაობს, არა.
ანუ მე გამოვაქვეყნე რეგისტრაციის გვერდზე ბევრ ინსტრუქცია დეტალური და ასევე მე იმის გამო რომ იმას არავინ არ კითხულობს რაც და კიდე კითხვები და მირეკავდნენ და ასე შემდეგ Facebook-ზეც დავწერე ძალიან დეტალურად უკვე იქ რიცხვებით არის რომ აი ჩაწერი აქ, გადადი აქ, გააკეთე ეს და ანუ ბევრია ესე ვთქვათ რაღაც 10-15 იუზერია ეხლა ამ ეტაპზე დღეს დილას რაც ვნახე რომ დარეგისტრირებულია, მაგრამ აქტივირებული არ არის. მე არ ვააქტიურებ, იმიტომ რომ გვაქვს უსაფრთხოების პოლიტიკა საიტზე, ნახავთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაც არის და გამოყენების ესე ვთქვათ პირობები ამ პლატფორმის, რომელიც შესაბამისობაშია ჩვენ კანონმდებლობასთანაც და GDPR პიროა, რომელიც ევროპული ესე ვთქვათ პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულება იმ მოთხოვნებთანაც კავშირშია პირდაპირ და საჭიროა რომ თქვენვე გააკეთოთ თქვენი პირადი მონაცემების გაზიარება იქნება თუ ესე ვთქვათ რეგისტრაცია, ანუ ყველაფერი უნდა შეასრულოთ თქვენ თვითონვე და და მაგალითად ანუ თუ რამე კითხვები ან ვინმეს რამე აინტერესებს როგორ ხდება მონაცემების დამუშავება და რაღაცა იქ წერია, მაგრამ თუ კითხვები გაქვთ, იმეილიც არის, ტელეფონიც მითითებულია და ჩემ საიტზეც და უშუალოდ პლატფორმაზეც შეგიძლიათ დარეკოთ და მოიწეროთ ესე ვთქვათ. ხო, ანუ თანამშრომლობისკენ მოგიწოდებთ, უკავშირისკენ მოგიწოდებთ, რომ თუ ხედავთ ბევრ რაღაცას, რომელიც არ მოგწონთ, რაღაცა გაუმჯობესებული იდეა გაქვთ, ან რაღაცა გაქვთ, რა თქმა უნდა, იქ მომწერეთ, არის იქ იმეილები, ანუ დაბლა რო ჩამოხვათ ფუტერში, არის საიტის ყველა იმეილი, სადაც შეგიძლიათ ესენი გამოაგზავნოთ თქვენი კონკრეტული დაკვირვება, კომენტარი იქნება, კარგი იქნება, ცუდი იქნება. ჩავხედავ, ნახავ, ყველაფერს ვკითხულობ, მაინტერესებს, როგორი აზრი გაქვთ და ამიტომ ესე ვთქვათ, სულიად ახსნილი ვარ, ეს არ არის ჩემი პლატფორმა, კიდევ ერთხელ ვთქვი, ანუ ვიტყვი, როგორ დავიწყე ეს შევქმენი მეფუტკრეებისთვის, რომლებიც არიან ესე ვთქვათ თვითონ ამ პლატფორმის შემქმნელები, თქვენ, ანუ ჩვენ ვართ თვითონ ის ხმის ამ ყველაფერს. ამას არ ქნის ეს ამიტომ თქვენი უკავშირი არის მნიშვნელოვანი. ხო, დღეს რა არის ესე ვთქვათ, ვისაუბრე, შემდეგი ეტაპი ესე ვთქვათ, ზუსტი ნექტრის პროგნოზი, გაფრთხილებები და ანალიტიკა, ესე ვთქვათ, ეს საკითხები ცოტა უფრო რთულია, ბევრი ადამიანის შრომა ამ ყველაფერში, აი პაპუნა ვახსენეთ და რა თქმა უნდა არასწორია რომ ეს ყველაფერი უფასოდ იყოს ყოველთვის. რა თქმა უნდა რაღაცა დონის მერე შეიძლება იყოს რომ იყოს მცირე გადასახადი თუ ერთჯერადი გადასახადი თუ რაც იქნება. ანუ ამას თქვენ როგორც შექმნით პროდუქტს, როგორც გადაწყვეტთ, ისე შეგიძლიათ ესე ვთქვათ მოვიტანოთ და გქონდეს ამ პლატფორმაზე, რა თქმა უნდა. ხო და გრძელვადიანში, რა თქმა უნდა, არის რომ ციფრული ანუ არსებობს ეგეთი საინჟირო კუთხით, არსებობს ეგეთი ციფრული digital twins, ეგრე ქვია, ციფრული წუპი. ანუ რომელიც იმეორებს ესე ვთქვათ, შენ რაც გავს საფუძვლე, იმის ანალოგი უნდა არსებობდეს ციფრულად. ეს არის დღევანდელი ტენდენცია, რომელიც არსებობს რა ამ დარგში არა მარტო, ყველა დარგში. რა თქმა უნდა, მიზანი არის, რომ შევქმნათ ჩვენი ციფრული გარემო და საქართველოს როგორც აი მეფუტკრეობის უძველესი ტრადიციის ქვეყანა და რა ვიცი ეს დარგი არის, რავი, ყველასთვის არის ჩვენი ფუტკართან ერთად ყველასთვის უნდა იყოს ესე ვთქვათ ეტალონივით უნდა იყოს რა და მინდა რომ აი მაგ კუთხით რაღაცა სიტყვა ვთქვათ, რომ ეს ციფრულად ჩანდეთ, თორე ბევრია რომელიც ცდილობს დაფინანსებას მეტია შეიძლება აი აღმოსავლეთ ევროპა ვახსენე და ძალიან ბევრი დაფინანსება მოდის გაეროდან, იმიტომ რომ იქ არის ეს ტრადიციულად ეს მეფუტკრეობა ხო კარპატებში, სლოვაკეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ძალიან ბევრი არიან ჩართულები
მეფუტკრეობაში და აქვთ დაფინანსება სხვადასხვა წყაროები, როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და ქმნიან პროდუქტს, ანუ იგივენაირ პლატფორმებს, რომელიც რეალურად თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ რომ იმაზე უკეთესი შევქნათ და არ ჩამოვჩეთ ყოველ შემთხვევაში ისინი რასაც აკეთებენ. იმის გამო რომ ცოდნა არის და რავი, ისეთ ხალხიც არის, ვისაც ამ ცოდნისთვის თავის ესე ვთქვათ, წვლილის გაღება უნდა. ხო და აზრი ეგ არის რომ ეს გზელვადაში უნდა ვიყოთ ჩვენ მანდ რომ არ იყოს ისე რომ ჩვენს როცა საუბრობ ჩვენ დარგზე და ამ მეფუტკრეობაზე საქართველოში ისტორიულად 1000 წლეულებზეა ხო საუბარი, ეს არ არის რაღაცა 10 წელი და 100 წელი. ამაში ჩვენი სიტყვა გვეთქმუდეს, არ ვიყოთ ძალიან პრიმიტიულ დონეზე და არ განვიხილავდეთ პრიმიტიულ საკითხებს. ხო, დარეგისტრირება ის QR კოდია, რავი, გვესწრება ადვილი გადასასვლელია კამერით, ესე ვთქვათ, პირდაპირ რეგისტრაციის ბუნდზე გადახვალთ თუ და სკანერებთ. ხო და ინსტრუქცია არსებობს და არ არსებობს Facebook-ზე დევს ჯეობისზე, დევს ესე ვთქვათ, დეტალური ინსტრუქცია, როგორ და დარეგისტრირება. მადლობა ყურადღებისთვის, თუ კითხვები გაქვთ, მადლობა სერგო საინტერესო პრეზენტაციისთვის. ძალიან კარგი პროგრამა არის. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ მეფუტკრეს გამოადგება, დამწყებსაც და პროფესიონალსაც. და ზოგადად დარგის განვითარებისაც იდეალური იქნება, იმიტომ რომ ეს კარგია, რომ ისედაც ჟურნალი აწარმოონ მეფუტკრეებმა, ბევრი არ აწარმოებს სამწუხაროდ. მაგრამ ჟურნალში ესე ფურცელი და პასტით სირბილს QR კოდი და იმით მე ყველა მონაცემის ამოღება არის იდეალური. ხო, ანუ პლუს მაგას დაემატება ის სასწორიც, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ გავიგოთ ჩვენს კაში რა ხდება, რა ვითარება გვაქვს, რა მდგომარეობა და ის წერა სწორად აღნიშნეთ, რომ შევა ფუტკარი წავიყვანოთ ისეთ ადგილას, სადაც არის ჩვენ გვეგონოს, რომ არის ყვავილი, არის ნექტარი და ამ დროს აღმოჩნდეს, რომ ფუტკარი მართლა არ არის მზად მაგისთვის. და თუნდაც ან ნაყარზე გაგვივიდეს, დავკარგოთ, არ იყოს მზად, რომ თაფლი მოიტანოს. ბევრი ნიუანსი და ბევრი დეტალი არის, რასაც ეს ჩვენი თვალით ვერ ხედავთ. ხო, ანუ ეს ამინდთან მიმართებაში და ამ ზოგად დაკვირვებებთან მიმართებაში, ანუ წელს განსაკუთრებით ხო ეს წვიმები რო იყო, ყვავილობამ ყველგან გადაიწია რა, ეხლა ზოგმა გამოიცნო ეგ რომ გადაიწევდა და არ გააძლიერა ის ფუტკარი, ანუ პაკეტები გააკეთა სანამ ესე ვთქვათ, სანაკლო მდგომარეობა შეექმნებოდა, მაგრამ ბევრმა გააძლიერა და მე უცებ ხეებზე დადიხარ, ხო? ანუ იქით აკეთე. ხო და ანუ ესეთი რაღაცეები გაძლევს საშუალებას, რომ ეს ზედმეტი რაღაცეები შიამსი რომ ეხა არ იძახის ეს რომ 100%-ით ნამდვილად ეგრე იქნება და ეგ არის რა, ანუ რა თქმა უნდა არ არის ეგრე, ბუნება თავისას აკეთებს როგორც საჭიროა, მაგრამ ნუ მნიშვნელოვნად ამარტივებს ეს ტექნოლოგიები არსებობს, რატო არ გავიმარტივოთ, ანუ ეგ თემა. აქ ყველაზე რთული ის არის, რომ ანუ მთელი შეყვანა ხო გავაკეთე ამ ინსპექტირების და მე ნუ ხელში გიჭირავს ეს ჩარჩო და მე ვთქვი აი მიკროფონს გაიკეთებს რა ეს ბლუთუსიან იმის რა ქვია მიკროფონს პუში და ლაპარაკობს და ეს იწერება რა ანუ თუ რაღაც ტერმინებს იქ დაიმახსოვრებ თვითონ ფილდებში ავსებს რა იმ უჯრებში ავსებს თვითონ და თუ ვერ შეავსო მაშინ იქ ნოუთებია რა ანუ ისა ფენიშნები რა ესე ვთქვათ ტექსტური ველია სადაც ეს ყველაფერი ჩაიწერება ანუ ქაოტურად რა შემთხვევაში ну დედა ნაპოვნია რაღაც ბარტყიშვით ჩარჩოზე და მე შენ თვითონ მიხვდები რა რომ ეს შეგიძლია იქ გადაიტანო თავისუფალ დროს ან შეგიძლია რომ ესე ვთქვათ მაინც რო წაიკითხა უკვე იცი რა ხდება იქ რა ხდებოდა და ანუ ეგ ფუნქციონალი არის ახლა ქართულთან მიმართებაში ნუ ეს მიბმულია Google-ის პლატფორმაზე და ბრაუზერებზე ანუ ესე ვთქვათ Chrome-ზე მუშაობს ეგ ფუნქციონალი მარტო ეხლა Chrome-ზე და Microsoft-ზე Edge რაც არის Explorer
ხო და ესე ვთქვათ, ეგ ფუნქციონალიც არის, ნუ ქართულში ნუ შეცდომებს უშვებს ის, მაგრამ ნუ მაინც დედაზს იქ რაც გავტესტენე, ანუ კარგად საკმაოდ გასაგებია მე რა რომ გამოიტანო იქ დასვლა და ნუ დამხმარებლობს საგამომღებაში ახლა და დაიხვეწება თვითონ კიდე. აიხვეწება, კი, ანუ არის იქ ფასიანი ისინია პლატფორმები, რომელიც შეიძლება ჩაშენდეს თქვენ რომ ლაპარაკობთ ის ჩაიწეროს და მე თვითონ გაანალიზოს და სწორად ჩაგისვას ყველა უჯრაში რა თვითონვე. მაგრამ ეგ ნუ ფასიანია ახლა და რაოდენობაზეა როგორ მოიხმარს და რაღაცა. შეიძლება რაღაც მომენტში რომ შემოიღო რომ ეს იყოს პრემიუმ ესე ვთქვათ ოფცია რა, რომ ვისაც უნდა რომ იყიდოს ეგეთი რაღაცა იყიდის და მიზერულ თანხებზეა საუბარი, ანუ არ ვიძახი რომ ძალიან დიდ თანხებზეა რაღაც $2-3 ესე. რაღაცა რომ თვეში $2-3 გადაიხადო რა. მაგრამ ნუ ამ ეტაპზე ეგრე გადავწყვიტე რომ ეს იყოს რაც არსებობს ახლა უფასოდ რაც უკვე წოდება და უფასოდ სტომაშია იყოს ესე. მაგრამ ამის განვითარების საშუალებაც არის და მაგაზე რა თქმა უნდა ვფიქრობ რომ რაც ღირებულება ექნება რატო არ მივცეთ საშუალება ვისაც უნდა რომ გააკეთოს ეგ რა, ანუ აქ საუბარი იმაზეა რომ თუ გადაწყვეტავ რომ გინდა უფრო მარტივად გააკეთო რაღაცა, რატომაც არა, თუ ხარ თანახმარო გადაიხრა ეს ყველა რაღაცას იხდის, ხო, ზოგი იმას იხდის, რა ქვია, რაღაც იმეილის საფასურს იხდის, თუ ვებგვერდიავს, თუ რაღაცა ყველა იხდის, ხო? ეგაც არის ერთ-ერთი მობილურს იხდი, მობილურზე დარეკო ინტერნეტს იხდი და ასე შემდეგ. ანუ აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაცა მაინც და მაინც რაღაც ჩააყენო ისე ტექნიკურად ან ისეთი რაღაცა შესთავაზო, რომელსაც ვერ გაიგებს ან რაღაცა, ხო ხდებით, ან ფინანსური ის შეუქონა რაღაცა. ეხლა ყველას გექნებათ გადმოწერილი რაღაცა აპლიკაციები, ხო? ალბათ რა უმეტესობას ყოველ შემთხვევაში. და ვერ გაიგეთ, ან ვერ შეხვედი, ან რაღაცა იქ არ მოგეწონა, ან ინგლისური არიცი, ან რუსული არიცი, ან არ მუშაობს, ხან მუშაობს, ხან არ მუშაობს და ნუ გადმოწერე და გიგდია რა იმაში რაღაცა, ითამაშე და დაანებე თავი. ანუ უმეტესობა ეგრეა რა და ისეთი რამე არ უნდა შექმნა, რომელსაც რავი, გამოყენება არ ექნება ეგრე მჯერა რა და მაგრამ ფას თუ გადაიხდის ვიღაცა რაღაცაში რომ უფრო ადვილად აკეთოს, უნდა მისცე მაგის საშუალება. ამ ეტაპზე ეგენი არ არის აქ, მაგრამ მოაქვს თუ იქნება დაინტერესება დავაკეთოთ ეგეც. რა არის იცით იგი სერგო გოგა როცა ჩვენ წინა ლაივი იყო იქ საუბრობდით თემაზე, როდესაც აი წინ მონაცემები როცა არის, აი მონაცემები იკვრება, მე მისი ანალიზი ხდება და ასე რაღაცები. ანუ ეს გვაძლევს იმის საშუალებასაც დღეს ახლა სიმართლე ვთქვათ, მეფუტკრეებისთვის ანუ ახალგაზრდა თაობას და შეიძლება უხეში თქვა, რაც ახალგაზრდა თაობას არ გაუჭირდება მის გაგება, მაგრამ აი ასაკობრივი თაობა, რომელიც არის თუნდაც ჩემი თაობა და შემდგომი, ვერ ჩაწვდებიან სიღრმეებს თუ რას ნიშნავს ეს პლატფორმა გამიგეთ. მაგრამ დამიჯერეთ 1-2 წელიწადი ახლა მე ვხედავ უკვე ადამიანებს, რომლებიც აი პირველი მე ფიზიკა მათემატიკოსი ვარ და კარგად მახსოვს კომპიუტერები და ისინი შემოვიდა, ასე რომ ვთქვა და ლექტორების მასწავლდნენ და ერთ-ერთი სტაბლების მექანიზმის იყო, რომ დაფაზე მიახატებდნენ მონიტორს და კურსორი, აი ეს არის კურსორი, მიახტევს. თუმცა ეს რო შეიცვალა უკვე ჩვენზე უფროსები კიდევ, აი ბებიებიც, ასე ვთქვათ, გვექნეს, უკვე შედიან Facebook-ში და აი ამ ციფრულ პლატფორმებს ასე თუ ისე იყენებენ, რა. კი, მარტივი კონტაქტისათვის ასე ვთქვათ. 2, 3, 4 წელი კიდევ არ უნდა, ეს ტექნოლოგიები კიდევ უფრო განვითარდება, ასე ვთქვათ. და ეს ყველაფერი ძალიან გამარტივდება, ასე ვთქვათ. აი საფუძვლის ჟურნალის წარმოება, წინ მონაცემები, აი ტიპები რო იყო იქ ნახსენები, შედარება რა, ციფრული საფუძველი რო იქნება შენი და სადუშვებ შეცდომებს, არა? კარნახობდეს იქნება უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი ამ შემთხვევაში რა გავს გასაკეთებელი. და რა შეცდომებს უშვებ, ან და გეზარება, ან რაღაცა, ან რა დაკარგე, აი თუნდაც საფრთხეებთან დაკავშირებით. აი პაპუნა ერთ წელზე მეტი არის საუბრობს თავისი დიაზე და ნელ-ნელა ასე ვთქვათ ავითარებს ისეთ დონეზე, რომ მართლაც საინტერესო არის ასე რომ ვთქვათ და მე ხშირად ვცნობი ახლა სხვადასხვა სტატიებს, კვლევებს, აინებს და მსგავსი კვლევა. აი ერთი ნახე, ვისაც ჰქონდა ეს იყო სამხრეთ კორეაში ასე რომ ვთქვათ, ისიც
ლოკალური, ასე რომ ვთქვათ. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ამ იმაში პლატფორმას თავისი დამჭერიანებას დავაიგე, ჩავთოთ, ასე რომ ვთქვათ, კოორდინატორები, ასე რომ ვთქვათ. ასევე ლოკაციები, ტყის ზონა, საფუძვლების განთავსება ამ ლოკაციებზე და მოკლედ ძალიან ის არის და თანაც ეს იქნება ცალკე პლატფორმა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული, თუმცა დაკავშირებაც შეიძლება მომავალში, ასე რომ ეს გადასაწყვეტია დიდ როგორ ენთება, აი სახელმწიფო გარკვეულ პლატფორმებთან, იმიტომ რომ სახელმწიფოს ფიქრობს რაღაცა პლატფორმების შექმნას, იქ ფერმერების არეგისტრირებას, მე ერთნი ციფრული მექანიზმის, ანუ ციფრული რუგის შექმნას, ინფორმაციების გაცნობას, ასე რაღაცები, მაგრამ თვითონ მეფუტკრეებს ექნება საუკეთესო საშუალება. სახელმწიფო არ ჩაერევა ჩვენ გაყიდვების შენებში, მაგრამ თქვენ გექნება საუკეთესო საშუალება მეფუტკრეებს, რომ პირდაპირ მომხმარებლებს გახვიდეთ ყოველგვარი შუამავლის გარეშე. და ეს არის ძალიან მარტივი, ასე რომ ვთქვათ, რასაც ეს პლატფორმა მოგცემს ამის საშუალებას, რა ასე რომ ვთქვათ. მარტო ამ კუთხით რო შევხედოთ, ბიზნესის კუთხით და გაყიდვების კუთხით, ასე რომ ვთქვათ. დარჩენილი ინფორმაციები ეწარინეს, სანაშენე საქმიანობა შეგიძლიათ წარმართოთ, ჟურნალი და თვითონ პლატფორმას კიდევ შეიძლება კარნახი. თუ რა გაქვთ გასაკეთებელი, გამიგეთ? ამის ჩაშენებაც შესაძლებელი იქნება და მართლა ძალიან საინტერესო არის. მე მადლობა მინდა სერგოს ვუთხრა, რომელსაც უდიდესი შრომას გაწეული და რომელიც ხედავს ყოველივე ამის საჭიროებას. გავა კიდევ 2-3 დღე ამ ლაივს დაატრიალებენ, ასე რომ ვთქვათ, დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ჩვენზე ამ ჭკვიანსკებზე კიდევ მუშაობენ. იქ გიორგი არის ბერუჩაშვილი, რომელიც მუშაობს ამ თემაზე, პაპუნა თავის სასწორების თემაზე. ბევრი რაღაცების გაკეთება შეიძლება. თუნდაც მაგალითად, საფუძველში მაგალითად, აი ფუტრის აქტივობა როცა იქნება, გარკვეული სენსორები შეიძლება აღიქვამენ უკვე აქტივობას, ამ სენსორების აქტივობასაც და შესაბამისად აი ან ნაყრიანობის საშიშროება, ან რაღაცები და ინფორმაციები მოგდით, ასე რომ ვთქვათ. ეს ყველაფერი. და ეს გაძლევთ უდიდეს საშუალებას, რომ დრო დაზოგოთ. და მეტი ინფორმაცია და მეტი საშუალება გქონდეთ თქვენი საფუძვლის მართვაში. მართლაც დიდი რაღაცა არის და მე სხვანაირად რო ვთქვათ. სტატისტიკა ეთყობა, დატაბაზა შეიკრება, ასე რომ ვთქვათ, რომელიც დაიხვეწება, გაანალიზდება და შემდგომი წლებისათვის იქნება რაღაცა უნიკალური მასალა, რომელიც პირდაპირ დამოკიდებული იქნება მეფუტკრის შედეგიანობაზე. ეს იქნება რაღაცა, მე მგონი ავხსებია რა, ასეთ რაღაცებს რო ვაპარავ პატრონ სერგო. კი, ანუ ეს სენსორები რა, ანუ რაც ასეც ახლა მუშაობ პაპუნასთან და გიორგის მათ დამირეკა მე ესე ვთქვათ რამდენიმე ხნის უკან და იმასაც რაღაც იდეები აქვს თავის და მე ვუთხარ სიამოვნებით მოგისმენთ და რაც შემეძლება რომ დაგეხმაროთ აგერ მუშაობ და ვითანამშრომლობთ. აქ არის საუბარი იმაზე, რომ რაც მეტი მონაცემი იქნება პლატფორმაში, იმდენად მეტად ისარგებლებს თვითონ მეფუტკრებს. პირველ რიგში დროის დაზოგვა და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ემსახურება, ეს არის პროდუქტივი, ანუ წარმატობის გაზრდა. ყველა კუთხით რა, ანუ რამდენ ოჯახსული, რამდენ მოსავალს აწარმოებ, ნებისმიერ რამდენ მანძილს გადიხარ, რა ვიცი, ყველაფრის და რა თქმა უნდა, ყველაფერი დადის იქამდე, რომ თვითღირებულება იყოს შენი ეცადო რომ თვითღირებულება გამოიცნო შენი პროდუქტის წინასწარ. წელი როგორი იქნება ახლა ძველ ხალხმა იცოდნენ რომ აი მე-7 წლის მერე ცუდი იქნება და რაღაცა იცოდნენ ეს ამბავი. ჩვენთან დაიკარგა ეგ, ხო? მაგრამ არის ახლა ტექნოლოგიები, რომელიც რაღაც ეტაპზე გაძლევს მაგის ხედვას რა. რომ იცი რომ ღალიანობას არ ელოდები 40 დღეში, არ დაიწყებ გაძლიერებას და არ დაიწყებ ხეებზე სიარულს 40 დღეში, ხო? ანუ დაიწყებ მოგვიანებით. თუ ითვისებს ოჯახი 100 გრამ სიროპს, ესე ვთქვათ, სასტიმულაციო კვებას, არ მისცემ 200 და არ მოაწყობ იმას, რომ გადავიდეს ეს ბუდეში ან შეინახოს სადმე და მერე
შეიქმნას პრობლემები ხარისხთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რაღაცა, ну ფულიც ხოა ეს ყველაფერი, ანუ შრომაც არის, ფულიც არის და ყველაფერი, ანუ და ამაში დაგეხმარებათ რა ეს ყველაფერი და რაც თავარია კიდე ის არის რომ ამას დახვეწავთ, მოერგება თვითონ თქვენ ლოკაციას. ხო და ლოკაციას რომ მოერგება, ესე ვთქვათ, ის ლოკაცია იქნება, რავი, რაღაცნაირად ანუ გრძელვადაშიც, ანუ არის დგას გადაიარაღების, ხო და ვერ რისკავ რა, არ იცი რა, ანუ რომ როგორ იქნება წელს კაია, ხვალე ცუდია. ბაზარს ვერ ხედავ, იმას ვერ ხედავ, მომხმარებლების რაოდენობა არ იცი, რამდენი ყიდულობს შენ თავ. ანუ ბევრი რაღაცა საკითხია, რომელსაც მოგცემს რა ხედვას და მე მიხვალ და იტყვი რომ მე იმის გამო რომ ვიცი ეს რაოდენობა მომხმარებლების შემიძლია რომ ავიღო სესხი, სიტყვაზე ვიძახი, ხო, მივიდე და ავიღო სესხი და ჩავდო ინვესტირება გავაკეთო რომ ვიცი რომ რაღაცა გაცვლებით მაქვს ინფორმაცია და ბრმად არ აკეთებ ამას რა. ეხმარება ბევრი კუთხით, რა ვიცი. ანუ პრაქტიკული გამოყენება ისე მეფუტკრებმა უნდა უყურნავას. ბევრი მოდელი იყო ესე ვთქვათ რა, ტექნოლოგიურადაც და მე ჩემ ინდუსტრიაშიც რომ ყველაფერი დაიბადა შეიძლება სადღაც რა სხვაგან მონათესავე დარგში და მე იმაზე მეტად სხვები იყენებენ რა, სხვა დარგი იყენებს. შეიძლება ეხლა ეს რა ხედვაც გვაქვს ჩვენ საერთოდ სხვაგან წავიდეს, სხვა რამისკენ წავიდეს, აი ეხლა დამტვერვა ახსენეთ, ხო? ანუ ეს არის 5 მილიარდი დოლარის ბიზნესია ამერიკაში. 5 მილიარდი დოლარი, ანუ ეს არის უზარმაზარი, ანუ საქართველოს ბიუჯეტის დიდი ნაწილია. იმხელა ერთი პატარა ადგილი რა, ერთი პატარა რაღაცა. ხო და აი ამაში ხალხი ფულს იხდის იქ რა, რომ კონდეს როდის იწყება, როდის გარისკები, ანუ იმ მეფუტკრესაც ხედავს, რომ რამდენი ფუტკარი გაუფუჭდება, დაეღუპება ამ დამტვერვის დროს, იცით რას რისკებიც ახლავს, ხო, ყველაფერი პესტიციდებია, ის არის, ანუ ბევრი რაღაცა, რომელზეც წინასწარ ეს რისკებს გაძლევს რა, ანუ საშუალებას, რომ ესენი გამოიცნო და მომზადებული შეხვდე, შენი ფასი დაასახელო ისე, რომ ეს რისკები გათვალისწინებული გქონდეს და მე არ აღმოჩნდეს, რომ უთხარი რომ აი ამას გავაკეთებ ამდენად და მე ან მარჟა შეგიმცირდეს, ან წაგებაზე წახვიდეს საერთოდ. ხო და პოტენციალი აქვს, კიდევ ვიტყვი რა, ანუ საქართველოში, ანუ ჩვენთან გეოგრაფიულად არის ძალიან რთული სიტუაცია, რომ ესე ვთქვათ, ყველაფერი გამოიცნო, მაგრამ ჩვენთან რო რაღაცებს გამოიცნოთ, ის დამერწმუნეთ, რომ ყველგან იმუშავებს რა, ესე ვთქვათ, ის რაღაცა, იმიტომ რომ აქ რა მიკროკლიმატებიც არსებობს, ხო, რაღაცა იქ 1 კილომეტრში წვიმა, მეორე გახვალ და არ არის წვიმა რა. იქ ღალა, აქ არ არის. ძალიან მოკლე მანძილებზეა საუბარი საქართველოს შემთხვევაში. ხო და ასე დახვეწავ ამ ყველაფერს რა, ანუ ეს არის სრულად მასშტაბირებადი პროექტია, რომ შეიძლება რომ ქართველი მეფუტკრეების ცოდნა გაზიარდეს მერე. სპეციალურ QR კოდები კიდევ ეტიკეტზე ძალიან მომეწონა. კარგი იდეა არის ფალსიფიკაციასთან წინააღმდეგ, თუნდაც. ნუ ეს ცოტა მასობრივი ხასიათი უნდა მიიღოს, მაგრამ ადრე თუ გვიან აქამდე მიიღოს ყველა ვარიანტი. ყველამ დაიწყო, ეხლა ხედავთ, რომ ბევრი გვერდი შეიქმნა, ხო, რომ თავის ანუ ბრენდირებას აკეთებენ თვითონმე. და ეხლა მე თუ არ აკეთებს ინდუსტრიები ტიპი უყურებ, რომ აი ის, კაუჩე, ის ყიდის რაღაცა, მოდი იმის რაღაცა ვიმაიმუნებ რა, იმის რაღაცას. კონკრეტულ ბრენდს. არ დავიწყებ იმას. რა, აი ავირჩევ, რომელიც პოპულარულია რაღაცა, ბევრი გამომწერი ყავს, ბევრი რაღაცა აკეთებს რაღაცა და ანუ ეს დადგება ეს საჭიროებები სამწუხაროდ ეგრეა რა, ანუ არ ვიცახი რომ ეხლა ბევრი რაღაცა საზღვარგარეთაც ხო იყიდებოდა რაღაც ხამი გადიოდა ამას წინათ რაღაცა სწავლაცები რომ გადიოდა და რაღაცა ვიღაცამ რაღაცა ცუდი გააკეთა და ეხლა გადის 10 ჯერ უფრო იაფად ვიდრე გადიოდა. ხო, ანუ საერთო საქმე გაფუჭდა რა მაგითი მაგას ვიძახი, ხო, ერთი კაცის საქმე ხო არ გაფუჭდა, გაფუჭდა მთელი ქვეყნის საქმე. და
ეგ რა თქმა უნდა ეხა პრეროგატივას ცილდება ამ პლატფორმის რომ ვიღაცას რაღაცა იმას უთმას, მაგრამ ეს არის მეფუტკრეებისთვის კიდევ ერთხელ ვიძახი, თვითონ მეფუტკრე დგება თავის პროდუქტის სადარაჯოზე. ანუ ინსტრუმენტი უჩნდება ხელში, რომ დაიცვას რა თავისთავად. თვითკონტროლი არაფერი, ხო, ანუ არ უყურებ იმას, რომ ვიღაც პოლიცია გამოეკიდოს და რაღაცა საზღვარმა დაიჭიროს და ანუ შენ თვითონ ცდილობ რომ შენი დაიცვა და ეს არის პირველი რა, ანუ როგორც ამერიკელები აკეთებენ, თავს თვითონ იცავენ პირველ რიგში, მერე უყურებენ სხვას გამგებელს და მთავრობას და ესე არიან რა, ანუ ეგრე მუშაობენ იქ და ეგ არის მთავარი, რომ თვითონ შევქნათ იმის ინსტრუმენტი, რომ შეგვეძლოს რა ის მთავრობას რო ჩაერიოს, უნდა კონდეს დამადასტურებელი საბუთი, რომ აი რატო იძახი, რომ აი ამან რაღაც შენი გააფუჭა, ხო? არა გაქვს ახლა, აი თაფლია რა, მაგის აზარში ვიყიდე სადღაც, ხო? არა გაქვს საბუთი და მე ეს ყველაფერი დადგება ეგ დღის წესრიგში, როგორც აი Facebook ჯგუფები არისო, ხო? აი არ მახსოვს ახლა თქვენ ჯგუფში მე როდის გავწევრიანდი, მაგრამ მაშინ არ იყო მაგდენი, ეხლა არის ყველას აქვს. იმიტომ რომ იპოვეს, რომ ეს მუშაობს ეს რაღაცნაირად, ხო? იგივე დადგება აქაც რა დარწმუნებული. ეს სიახლის აღება ყველას უჭირს რა, ანუ ბუნებრივი ის არის, რომ ვიღაცა მოელის, რომ ახან სიახლეა, ან იმის რაღაცას ჭრდილქვეშ აყენებს, ან რაღაცა და ანუ თავდაცვითი ის აქვს რა ხალხს მან. ავიცი, მეგონია რომ რაღაც დრო თავისას მოიტანს. ზოგადად პირველად Facebook-ი რო წამოვიდა, ჩემი გვერდი მქონდა ასე რომ ვთქვათ, მე გვერდია, გვერდს თავისი შეზღუდვები აქვს, ან პირადი აკაუნტი და მე გაჩნდა იდეა 2012 წელს, რომ ჯგუფი შექმნილიყო ქართული ფუტკარი და დაიწყო აქედან ასე რომ ვთქვათ, ამ ქართული ფუტკრიდან და დღეს უკვე 46,000 უკვე 10 წელი არის როგორც მომხმარებელი, ასე რამდენიმე ფუტკრი არ არის. იგივე იქნება ახაც გამიგეთ, როცა განმავლობაში ეს ყველაფერი დაიხვეწება, კიდე ბევრი რაღაცები შეემატება. ისე თქვა მინდა, აი ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ეს ახლა კონკურენციას უწევს ვიღაცის ჯგუფს რა, ეს პლატფორმა. ეს არ არის, ნამდვილად არ არის, ანუ კონკურენციას კი არ უწევს, ეს ამას აქვს თავის ნიშა რა, სადაც დგას. კიდე ერთხელ ვიძახი, ის კაია, ის ჯგუფები აერთიანებს ახლა ეს Facebook-მა რომ ხალხი გააერთიანა, ათასავე ერთმანეთს აღარ ნახულობენ საერთოდ ადადიან, ხო? ანუ ყველაფერი იმითია, ეკრანთან და აი საქმე გააკეთა იმან, მაგრამ იმას აქვს თავის დანიშნულება. იქ ინფორმაცია, აი რაც ვთქვი ახლა, მიუხედავად მე ახლა რაღაცებს იმ ChatGPT-ით რო ვაკეთებ გრაფიკას, ხო? ეცდომებს უშვებს და ახლა გიწევს ის გადაკეთება რა იმაში რაღაცით, Paint-ით. იმდენი დრო მიდის მაგაში. აი ცოდუა, ნამდვილად ცოდუა, რომ ეგ ახლა გამოაქვეყნე და ორ კვირაში თვითონ რო ჩაწეროს შეიძლება იქ ვერ იპოვო რა, ის ანუ ალგორითმი თვითონ მალავს ამას რა, მით უმეტეს თუ არა არის რაღაცა ის ტრენდული და რაღაც მოკლე ვიწრო ინტერესის სფეროა და რაღაცა რა. 45,000 8 მილიარდ მოსახლეობაში არის სხვაში წვეთი მაგას ვერასდროს ვერ ნახავ იქ საერთო იმაში, მაგრამ რო გეცოდინება ეს რაღაც სივრცე არის, ანუ უკვე სხვა ამბავია, ვინც დაინტერესებულია, ხა იყო ადრე შელავოცდვა, ხო, ეგეთი ჟურნალი მამა ჩემს აქვს, აი ძალიან ბევრი გამოწერილი და რო ვიყავი ეს რო ვიწევდი, მაშინ ვკითხულობდი, რაც შემეძლო, რაც მესმოდა ესე ვთქვათ იმ დონეზე. ანუ იყო ჟურნალი და მიდიოდი მე ქართული მეფუტკრეობაც იყო რა, ქართული ჟურნალი და იმასაც ვკითხულობდი რა, გავდიოდი ვეძებდი რა. ეს გამოცემლები ვნახე თვითონ მეფუტკრეები, სუპერ პროფესიონალური კავშირი ქონდა. აი რა მაინტერესებს ეგ პერსონალური ინფორმაციის დაცვის კუთხით. ხო. ანუ რა გულისხმობ ახლა ის საფუტკრის მაგალითად ლოკაციები როგორ გამოჩნდება მიხედავს ამ ლოკაციებს? ლოკაციები გამოჩნდება თუ მონიშნავს საჯაროს. ჩანაწერები ჟურნალის მაგალითად სულ არ მინდა მაგალითად რომ ჩემ ჩანაწერები სხვა ვნახოს. თქვენი ჩანაწერები ვერავინ ვერ ხედავს, თვითონ სკის ჩანაწერებს გულისხმობ. ვერც საფუტკრის ლოკაციას ვერ დაინახავს, თქვენ თვითონ თუ არ მონიშნავთ როგორც საჯაროს, რომ გამოჩნდეს აი პირველ გვერდზე რაც რუკაა რა, საჯარო რუკაზე რომ გამოჩნდეს. რაც შეეხება პირად მონაცემებს, ესე ვთქვათ, გამყიდველიდან გაჩვენეთ პროფილით, ანუ მეფუტკრის პროფილი. ეგეთ შეგიძლიათ რომ არ გამოაჩინოთ.
ანუ უბრალოდ შეხვიდეთ პროდუქტი დადოთ და ანუ არ იყოს იქ რაღაც ეწეროს ვიღაცა ალეკომ დადო იუზერის სახელი ამან დადო და არ გადავიდეს რა ამ ლინკიდან არ გადავიდეს არსად ну ტელეფონი ეს ყველაფერი რაც არის ბაზა არის რომელიც ევროპაში მდებარეობს სადაც cloud-ში ინახება ყველაფერი ფიზიკურად არსად არადევს რომელზეც სტომა მაქვს მე ამ ბაზაზე ბაზაში რაც შეიძლება დაიშიფროს პერსონალურ დონეზე არის დაშიფრული. ანუ თქვენი პაროლი, თქვენი სახელი, ასე შემდეგ რომ სადღაც რომ გავიდეს ეს ვერ მოვა თქვენთან ვერანაირად არის დაშიფრული. ნუ ის შიფრი ანუ გადაყვანილია encryption-ი რაც არის და ესე ვთქვათ იმ ალგორითმში არის. ბექაპები რაც შეეხება ესე ვთქვათ იმ ბაზის რომ რაღაცა მოხდეს და ან თვითონ სერვისის მომწოდებელი ვინც არის ის უზრუნველყოფს რომ იყოს სარკე ანუ მირორინგი ანუ სერვერი თუ ჩავარდა სადღაც ანუ არის მეორე სერვერი რომელიც ამას აიღებს და ბოლო მონაცემებს რომელიც არის ბოლო ჯანმრთელი მონაცემები ესე ვთქვათ ეხება კომუნიკაციის რაღაც პერიოდულობით სისტემა და იმ მონაცემებით აგრძელებს მოწოდებას რა ნუ ეხა თუ გლობალური შეფერხებაა და რაღაცა ნუ რა თქმა უნდა იქნება დაუნტაიმი როგორც ყველა საიტზეა თუ ჰაკერული შეტევა რა თქმა უნდა ჰაკერული შეტევისას რაც იქნება ჰაკერული შეტევისას თუ რამე იქნება ესე ვთქვათ მაქსიმალურად დაცულია იმ კუთხით რომ ყველა სტანდარტები რაც არის 27000 ISO 27000 რაც ეხება ამ digital security-ს ნუ ეგენი არის გათვალისწინებული ჩემი მხრიდან ნუ მე მაქვს ზომა ადმინისტრატორი ვარ ხედავ მონაცემებს რასაც ავსებთ მაგას ვერ აერიდებით მაგრამ გავთ კონტროლი როცა მეტყვით რომ უნდა ან როცა მოგესურვებათ რომ წაშალოთ შეგიძლიათ თქვენ თვითონ წაშალოთ თქვენი მონაცემები იმ საჯაროს ჩათვლით თქვენ პროფილს თუ წაშლით თქვენი პროფილის ქვეშ რაც არის მონაცემები სკები ჩანაწერები განცხადებები ჯგუფები კომენტარები ყველაფერი იშლება კიდე რა არის მნიშვნელოვანი ხო ანუ მნიშვნელოვანია ის რომ თუ რამეზე ეჭვი გაქვთ ღიად მაქვს პოლისიაში ანუ პოლიტიკაში ჩაწერილი რომ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და მე ფიზიკურად გადავამოწმებ რომ თქვენი მონაცემები ნამდვილად წაშლილია და წერილობით მოგცემთ ამას თანხმობას და მე თქვენ თავის თუ დაგჭირდებათ ეგ რომ გამოიყენოთ რაღაცისთვის გამოიყენებთ იმას რა ჩემგან რაც არის ეს თანხმობა და ეს არის რა კომერციული ინტერესი არ მიდგას უკან არავინ არ მასპონსორებს პირადად შეპესი არა ვარ ანუ იურიდიული პირი არა ვარ თქვენაირი მეფუტკრე ვარ ხო გათხოვარ გაკითხები სერგოსთან ჯერჯერობით არაფერი ყველაფერი გასაგები იყო საინტერესო ახსნა 12 ზაგვია ვიღაც თვითონ და სერგოსაც ვაკითხავ პატარას სერგო საინტერესო არის ანუ საკმაოდ კაი თემა არის ასე რომ ვთქვათ რომელიც უნდა განავითაროთ უნდა აუცილებლად თუ განვითარებას მე ფიქრობ რომ დაჭირდება მე ყველა მეფუტკრეს მოუწოდებ რომ აქ ისეთი არაფერი არ აქვს ჩვენ რომ რამე სახელმწიფო საიდუმლოება და ასე ძალიან კარგი პროდუქტი არის და ფიქრობ ძალიან ჩაერთვებიან და არ იქნება პრობლემა სიახლეების მიმღებლობაში კი და შესაბამისად ყველას მოუწოდებ აქტიურობას ფორმატიც იოლი შესავსებია ასე რომ ვთქვათ მე როცა ბატონი სერგოდან მიკავშირდა ძალიან იოლად შევავსე ლოკაციებიც ძალიან იოლად დავსვი ასე რომ ვთქვათ და რა ვიცი აბა არ არის ეს რთული საკითხი და მაქსიმალურად ანუ თქვენგან რაც იქნება რჩევები ნუ გავითვალისწინებთ რა ტექნოლოგიურად თუ იქნება შესაძლებელი და ანუ მიზანშეწონილი რომ ეგრე გავაკეთოთ ნუ რა თქმა უნდა უნდა მოერგოს მომხმარებლებს პირველ რიგში რაც შეეხება იმას პოპულარიზაციას ხო ანუ Facebook-ზე ხა ბლოგები მაქვს ძირითადად რასაც ვაქვეყნებ და რა ვიცი ემსახურება მიზანს რომ ზოგადად თუ რამე სიახლე ან ზოგადად ცნობებია იქ არ ამოსმე პრეტენზია რომ
სამეცნიერო დონის სტატიებია ეგენი და რაღაც არის სამოყვარულო დონის ემსახურება იმას, რომ პლატფორმაზე ხალხმა მეტი გაიგოს ამ პრობლემებზე, რომელსაც პლატფორმა წყვეტავს, მეტი გაიგოს და ეგ არის არ მინდოდა ძალიან ბევრი ჟურნალისტი დამიკავშირდა საზოგადოებრივ უწყებლის რადიოდან დამიკავშირდნენ და ესე ვთქვათ, ბოდიში ვიხდი, მაგრამ დავაიგნორე სულ ყველა, იმიტომ რომ პირველ რიგში მინდოდა რომ ამ დარგის ხალხთან სულიყავი და მომეცა ესე ვთქვათ თქვენთვის ჯერ ხედვა რას ემსახურება, რა არის ესე ვთქვათ და შეიძლებოდა რომ თქვენთან იმერჩია ეს რაც გავაკეთე. რა თქმა უნდა მიზანი არის რომ პოპულარიზაცია მოხდეს და მადლობელი ვარ რომ დაინტერესება არის ძალიან დიდი, კერძო ჟურნალისტები, მედია საშუალებებიც და სახელმწიფო საშუალებებიც. არის პროექტი ცენტრი შენა კითხა თქვენზე, რა პლატფორმა არის, ვინ დგას ამის უკან და ყველაფერი და მე მეც ვხარი რომ ამაზე ლაივს გეკმოთ, ასე ვთქვათ, პლატფორმას მოისმენთ ლაივში და საკმაოდ ის არის. კი, გახსნილი ვარ ყველასთვის უბრალოდ საინტერესოს. მინდოდა რომ პირველ რიგში თქვენთან გამიარა, როგორც ესე ვთქვათ, მეფუტკრე ერთხელ და ამის მერე ყველას შევეხმიანები, ვინც მომწერა და მე იქნება რომ ესე ვთქვათ დაინტერესება და ვინმეს უნდა რომ უფრო მეტი გაიგოს და რა მიზნებია, პრინციპში აქ რაც ვისაუბრე, ის არის მიზანი. ამ ყველაფრის ვიცემ ინტერვიუსაც. კი, და თანაც ეს იქნება ქართული პლატფორმა ქართული მემკვიდრეებისათვის, რომლის განვითარება ჩვენ თვითონ ქართულმა მემკვიდრეებმა უნდა მოვიდომოთ. ერთი რაღაცა მინდა რომ თქვა რა, პლატფორმა არის ინტერნაციონალური. შემიძლია ერთი ღილაკით გავაკეთო ნებისმიერ ენაზე, მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე ახდეს ხელმისაწვდომი. უბრალოდ ეხლა მიზნობრივად არის ქართული ყველაფერი ინტერფეისი, ტერმინოლოგიას ძალიან წვალობ და რაღაც შეუსაბამე შემეძლო, რა ქვია, ქართულად ასაგები იყოს ყველაფერი, მაგრამ პლატფორმა არის სრულიად მასშტაბირებადი იმ კუთხით, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიქცეს საერთაშორისო მოწყობილობა თულად ყველასთვის რა, სადაც იქნება საჭიროება და ძალიან საინტერესოა. კარგით, მეგობრებო, 12 სრულდება, ასე რომ ვთქვათ. მსოფლიო ფეხბურთის თამაშის გავაცდიეთ დღევანდელ ლაივში, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ამით მსოფლიო ფეხბურთს არაფერი არ დაკლებია და ჩვენ მემკვიდრეებს მართლა დაგვაკვირდებოდა, ვინც ამ ლაივს არ მოისმენს, თუმცა ეს ლაივი იქნება ატვირთული Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ჩვენს იმაზე ჩანაწერებიც უკვე არის ამისი და მართლა ძალიან საინტერესო არის და მე ყველას გეუბნებით, მემკვიდრეებს მოგიწოდებთ, რომ გავააქტიუროთ ეს პლატფორმა, შევიტანოთ ინფორმაციები და თვითონ ბატონის ერგოც დაგვეხმარება, რომ დაიხვეწოს ეს პლატფორმა, დაიხვეწოს ეს ყველაფერი, საჭიროებებიც გამოჩნდება დროთა განმავლობაში და ეს იქნება მართლაც ერთ-ერთი ჩვენი დამხმარე, როგორც ასტამია, მაგალითად მემკვიდრეების მარჯვენა ხელი, ეს იქნება ერთ-ერთი დამხმარე ციფრულ ტექნოლოგიებში და დამიჯერეთ. ციფრული ტექნოლოგიები და ციფრული პლატფორმები ეს არის ხვალინდელი დღე. მემკვიდრეობის ხვალინდელი უბრალოდ სხვანაირად არ შეიძლება და რაც უფრო მალე გადავდგოთ ამ ნაბიჯებს და რაც უფრო მალე შევეგუებით დავითვისეთ ამ სიახლეებს, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის, თითოეული ჩვენთაგანისა. მე მინდა მადლობა გითხრათ ბატონო სერგო, გოგა დიდი მადლობა ჩართვისათვის, რომ გამონახე. დიდი მადლობა მითხრა ვთქვა ჩვენს მაყურებელს, მსმენელს, მოყვარულს, ხარდამჭერს და ყველას მინდა წარმატებები და წარმატებული სეზონი გისურვოთ და ბევრი თაფლის დაწურვა, ასე რომ ვთქვა და ბევრი სხვა მემკვიდრეობის პროდუქტების მიღება. იმიტომ რომ რაც რო გადის, ხედავ რომ მოთხოვნა მით უფრო იზრდება. და ვეცადოთ რომ რაც შეიძლება განვითარდეთ. ერთადღაც გაჩერება არ შეიძლება. უნდა განვითარდეთ, და ფეხი უნდა უწყოთ თანამედროვეობას. ეს არის სულ ჩემი საქმელი. დღევანდელი ლაივიდან მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ბატონ სერგოს მოვუხადო. დიდი მადლობა ბატონო სერგო საინტერესო პრეზენტაციისთვის, საინტერესო პლატფორმის შექმნისთვის და იმედი მაქვს რომ ჩვენ ყველა მემკვიდრეები შევიდანთ წვრილს ამ პლატფორმის განვითარებაში. და სხვათა შორის ეს პლატფორმა, მსგავსი პლატფორმა შეიძლება სხვა დარგებზედაც მოერგოს, ასე რომ ვთქვათ, ხალხი პლატფორმა და
მართლა საინტერესო არის ამ კუთხით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. მადლობა ბედნიერი საღამო. მინდა ყველას გისურვოთ. დროებით. აბა დროებით. წარმატებით.